ეკლესიის მამების რომ აი სალონიკის ხალხი რომ მათ შეიმჩნევა დამასკოვის სალონიკში არისტოტელეს და პლატონის ზეგავლენა უარყოფითი და იქ მაღაზიებში შემოვა. უარყოფითი კუთხით ამბობთ თქვენ თორე შავლანოცუბიძე და სხვა ვინც ამას ამბობს ამას თქვენ ერთადერთ ღირსებად მათში. ანუ მიიჩნევენ რომ თუ ეკლესიის მოძღვართა შრომებში რაიმე ფასეულია ამ პოზიციას ვამბობ ფასეული მხოლოდ ისა რაც ანტიკური ფილოსოფიიდან მათ აიღეს. ანუ მეტნაკლებად რომ შემძლენი გახდნენ დაუშვათ პლატონური, არისტოტელური, ეს ახლა იმ რაც ადრე აღნიშნე იმის მსგავსად ჩვენთან ევროპიდან მხოლოდ ესაა მოღწეული იმ ძველ დროში რომ შემოვიდა და გონიათ რომ ამით თავდება. ფინალში ევროპაში გაგრძელდა მერე სტოიციზმი, პითაგორიზმი, ყველაფერია ეკლესიის მამებთან გარდა საეკლესიო მოძღვრებისა. ანუ ვრცელი კაპიტალური წიგნებია გამოქვეყნებული მაგალითად 1967 წელს გამოქვეყნდა ერთი ისპანია არის ასეთი ფრანგი მკვლევარი სტოიციზმი ეკლესიის მამებთან. უშველებელი წიგნია, რო გაგივარდეს შეიძლება ფეხი მოგტეხოს. იმ ხელა წიგნია, ამას საიკითხო გეგონება რომ ეკლესია საეკლესიო მოძღვრება სხვა არაფერია თუ არა სტოიციზმის ცნობილი ფილოსოფიური მიმდინარეობა ძველი წელთა არსებითა ძველი წელთა მესამე საუკუნიდან. რაც შეეხება პლატონიზმი ეკლესიის მამებთან იმდენი შრომა ამ ხრივ დაწერილი თან როგორ აიცით ასპარეზი ფართოვდება ჯერ ყველაზე უფრო ფილოსოფიურად მოაზროვნეს საეკლესიო მოძღვრებთან მაგალითად გრიგოლ ნოსელთან ორიგენეზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მე ამ შემთხვევაში მაინც მართლმადიდებელი მოძღვრებზე გავამახვილებ ყურადღება ორიგენესთან ისა გრიგოლ ნოსელთან დაკავშირებით 1930 წელს იყო ასეთი ჩერნისია გერმანიისა და ინგლისელმა მან დაწერა პირველმა პლატონიზმი გრიგოლ ნოსელთან რამაც დიდი ის მოახდინა ასე თქვათ ამ ტიპის სამყაიდის პიროვნებათა შორის რომ აი გრიგოლ ნოსელი ეს ჩერნისი რას ამბობს გრიგოლ ნოსელმა წაიკითხა პლატონი და პლატონში დაინახა ქრისტიანული ფილოსოფიის აგების შესაძლებლობა ეს რაღაცით შეიძლება კარგადაც განმარტო მაგრამ ამას რაც მოადევნა რომ ეს დებულება და იქ არაფერი არ შევა ერთ-ერთი უკვე ეს დაუშვათ საერო კვლევარები ასე თქვა და ისინი რომლებიც მოძღვრებად თვლიდნენ თავს ამ შემთხვევაში მართლმადიდებლებზეც შეგვიძლია თქვა მაგრამ კათოლიკენის რომლებიც თავიანთ სარწმუნოებას იჩემებენ რა თქმა უნდა ცნობილი მაგალითად ჟან დანიელუ კარდინალი იყო 1-7-8 მეტი მე მგონი მარტო გრიგოლ ნოსელზე ამდენი წიგნია მე განავრცო და სხვა წიგნებიც აქვს მაგრამ გრიგოლ ნოსელზე 1940 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ვრცელი შრომა წყდიადი და მისტიკა გრიგოლ ნოსელთან და სხვა შრომა მაგრამ ეს პიროვნება ბოლოს მაინც იძულებული გახდა და მისის ეს ბოლოს სიტყვების სხვათა შორის მე გამოაქვეყნე კიდეც 1999 წელს საეკლესიო კალენდარში მან რა თქვა მიუხედავად ისისა რომ ამდენი შრომა დავწერეოდა პლატონის ბოლოს და ბოლოს დავწმუნდიო რომ რაც უფრო მეტად ვკითხულობ გრიგოლ ნოსელსო მით უფრო ნაკლებად მრჩება აზრიო რომ ის პლატონიზმის ოდნავ მაინც მიმდევარი იყო ერთი და იმავე ტერმინის გამოყენება არ ნიშნავს რომ შენ მის მოძღვრებას მისდეო ჩვენ შეიძლება ტერმინ ფილოსოფიას ვიყენებდეთ მაგრამ ტერმინ ფილოსოფია სულ სხვა შინაარსის იყო ანტიკურ პერიოდში დაუშვათ ნატურ ფილოსოფოსებთან უადრეს პერიოდში პლატონთან გნებავთ არისტოტელესთან საეკლესიო სწავლებაში რა იმავე ტერმინს აქვს სულ სხვა მნიშვნელობა ეთერშიც მქონდა ჩვენ ამას წინათ მე პირადად არა საერთოდ ჯგუფი იყო ბერმონაზნობის შესახებ ვიცნახეთ ერთსულოვნების სალონში და იქ ეფრემცირის სიტყვები დავიმოწმე ეფრემცირე რას ამბობს ხოლო ეკლესიის მამები ახალ ქართულად ვთქვათ ჭეშმარიტ ფილოსოფოსობად ჭეშმარიტსა მონაზნობასა უწოდებენო ანუ ნამდვილი მონაზნობა არის ნამდვილი ფილოსოფოსობა რატომ ფილოსოფია რა არის სიბრძნის მოყვარეობა სოფია არის ჭეშმარიტი სიბრძნე ვინ არის პიროვნული სიბრძნე რომელზეც პავლე მოციქულმა თქვა რომელი იგი არის ძალი და სიბრძნე მამისა თავად მაცხოვარია სიბრძნე შენ რომ ამ ტერმინში სიბრძნეში იესო ქრისტეს შინაარსდებ ესე იგი ქრისტეს მოყვარეობა და სიბრძნის მოყვარეობა ერთი და იგივეა თუ ამ სიბრძნეში ხორჩესხმულ სიბრძნეში ანუ განკაცებულ სიბრძნეში იესო ქრისტეს ხედავ და სულ სხვა შინაარსი ეძლევა და მართლაც მონაზონი გამოდის ჭეშმარიტი ქრისტეს მოყვარე იმიტომ რომ ჭეშმარიტი სიყვარული რა ვინც გიყვარს იმისთვის რომ ყველაფერს დათმობ და დატოვებ მთელი სოფელი დათმეს ვინც იყვნენ მეუდაბნოენი იმ სიბრძნის სიყვარულისთვის და ამიტომ არიან ისინი ჭეშმარიტად ფილოსოფოსნი ასე რომ ტერმინს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა თქმა უნდა რაღაც ჭეშმარიტი გამონათქვამი პლატონისა არისტოტელეს სხვათა და სხვათა ეკლესიის მამებისგან მოხმობილია რაც დადასტურება იმ უდიდესი ჭეშმარიტებისა რომ სადაც არ უნდა იყოს
კეთილი აზრი ის რატომ არ რომ ეკლესიის მამები შევენენ? იმიტომ შეუძლებელია კეთილი აზრი მოდიოდეს უკეთური ძალისგან. უკეთურმა ძალამ შეიძლება კეთილი აზრი გამოიყენოს რაღაც სხვადასხვა კომბინაციებად. თვითონ ის აზრი თავისი სიკეთით აუცილებლად ღვთისგან მოდის და ეკლესიის მამები ერთ-ერთ მიზანდასახულობად თავიანთი მოღვაწეობის ამასაც წარმოაჩენდნენ, რომ აი ეს გაბნეული სარეველაში ამ წარმართულ ცრუსწავლებებში კეთილი მარცვლები სადაც არის მოკრიბონეს და თავის ჭეშმარიტ ბეღელში წმინდა სწავლების წიაღში ეკლესიაში შემოიტანონ. ამას უსახავდით, რომ რატო გაირჯებოდნენ ასე რომ მთელი ანტიკური მოძღვრება დაამუშავეს. სწორედ ამიტომ რომ იქ ყველაფერი კი არა, რაც მისაღებია, რაც ჭეშმარიტია, მათ უკვე გამოკრიბეს. როცა პლატონი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ერთადერთი მოღვაწეობა ჭეშმარიტი ამ ქვეყნიდან ადამიანს ის უნდა იყოს, რომ ემსგავსებოდეს ღმერთს და მსგავსება ღვთისა, ჰომოიოსის თეო, ასეა ბერძნულად. მან თქვა პირველად, ეს ცალკე აღებული ძალიან უწყინვალესი აზრია და ეს გამონათქვამი, ანდა იგივე შეიცან თავისშენი წმინდა ბასილის თელი ქადაგება აქვს მასზე, რაც სოკრატეს თავის დროზე პითონმა უთხრა და სხვა. ცალკე გამოკრებილად ანდა იუსტინე მარტვილი რას ამბობს იმავე სოკრატეზე. სოკრატე იყო პირველმა, რომელმაც ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე. რა თქმა უნდა, ესა აჩრდილისებრად რაღაცა კეთილში რომ მოღვაწეობ. წმინდა მაქსიმი აღმსარებელი სულიწმინდის სამგვარი გამოვლენების შესახებ მე ორი ტექსტით გამოაქვეყნეს. ერთი ძველი ქართული ტექსტი ამისი მაქსიმი აღმსარბელის ამ უდიდესი სწავლებისა მე-12 საუკუნის თარგმანი გელათურთან და მეორე ახალ ქართულად თარგმნეთ სიტყვასიტყვით, რომ უმნიშვნელოვანესა რომ ყველგან სადაც კი სიკეთე ხდება წყარო ღმერთია, იქაც კი მომთაბარე ტომებში ვინმე რომ უფროს ადგილს დაუთმობს, ანდა მოყვასი გადაიჭეხება და ხელში აშველება და ესეც სული შეუძლებელია კეთილი რამ უკეთურის გამოდიოდეს. უკეთური სხვადასხვა კომბინაციები შენიღბავს კეთილს, იმიტომ რომ შიშულად კეთილი როგორც მინდა გრიგონოსელი გვასწავლის, მაშინვე დამარცხდება. იმ სიკეთეს ნიღბად იყენებს, რომ უკეთურებას გაამარჯვებინოს. უკეთურის მოქმედება რატომაა შემაძერწუნებელი? იმიტომ რომ ის ვინც ჭკვიანი უკეთურია სიკეთეს იყენებს უკეთურების გასამარჯვებლად. აი ესაა დასკვნა. ამ სიკეთით მოაპირკეთებს თავის ცრუსწავლებას, ანდა ცრუმოქმედებას, რომ გაამარჯვებინოს, როგორც დღევანდელ დღეს ხდება, რომ სწორედ ვითომ და ქრისტიანული საფარველით ამ უმძიმესი სენის, რაც რის ასე ვთქვათ, გასაჯაროებასაც და დამკვიდრებას ცდილობენ დღეს, რომ თითქოს ესე იგი თუ ცოდვილია, ღმერთი ხომ სოდვილებს შეუნდობს და თქვენ როგორ შეიძლება დაგმოთ ვინმე და სხვა. ეს ანუ უფალი რომ ყოვლად მოწყალია, გამოყენებულია უკიდურესად ბოროტად. უფალი ყველას ფრისადმი, ეშმაკისადმი არ არის ყოვლად მოწყალი. ცოდვილიანობას აქვს ორი გაგება, ერთი ცოდვილი რომელიც გზნობს ცოდვილიანობას და უნდა მისგან გათავისუფლება და ანუ სინანულს, მეორე შეუნანებელი და ეშმაკეული გახლავთ ერთი და იგივე. ასე ვთქვათ, ისა რაღაცა მკაცრ ტერმინს კი არ ვიყენებთ, რაობაზე ვამბობთ. ეშმაკი არის შეუნანებელი. ჩვენ ამშვენთ უფალი ეშმაკისთვის არ განკაცებულა, იმიტომ რომ სინანულის განეშე შეუძლებელია გამოხსნა. ადამიანთა შორისაც ვინც არის ეშმაკი არის ხორცშესხმა შეუნანებლობისა. შესაბამისად, ვინ შეუნანებელია ის ეშმაკეულია. შეუნანებელთა მიმართ კი არ არის უფალი გულმოწყალე. უკიდურესად მომკვეთელია. ეკლესია მოიკვეთდა და გმობდა და მაშინ ჯოჯოხეთი ყოფილა ადამიანის უფლებათა დარღვევა. აბა რა ყოფილა მარადიულად სატანჯველში იქნებიან. ეს მათი არჩევანია, მათ განიკურნეს თავი და უფლისგან თვითონ განიკვეთეს თავი და უფალმა მოიკვეთა ისინი შეუნანებელი. ცოდვილთა ორი კატეგორია. ასე რომ ეს მხარე განმარტება იმისა, რომ ამ სარეველაში, ამ ცოდვილიანობაში მე რაღაცას ამოვარჩევ, რაც სიკეთისგან მომდინარეობს და მხოლოდ უკეთურმა ჩათესა ის იმ სარეველაში ვერ გავარჩიოთ რომელია კარგი და რომელიც ცუდი. გეტყვით ასეთ რამეს. პლატონს თავის მოძღვრებაში ყველაფერი ჭეშმარიტი ეგონა. მაშინ არც იტყოდა. შეიძლება ის ეძიებდა, მაგრამ ბოლოს რამ სოფხეროლობამდეც მივიდა. ის მას ეგონა მთლიანად ყველაფერი. მაგრამ ვინა ის ვინც ამჩნევს რა თუნდაც პლატონის სწავლებაში კარგია, ეს ვისაც ჭეშმარიტების ჩირაღდანი ხელთუპრია და ყველაფერი გამჭვირვალეა, მას შეუძლია შეაბჯო აი პლატონის სწავლებაში ეს კარგია, ეს წარწმედელია, ეს გესლია, ეს შხამი, ეს სიკეთი და გამოკრიბოს სიკეთად, თორე თვითონ პლატონმა კი არ იცით მის სწავლებაში რა კარგი და რა მას ყველაფერი კარგი გონია, თორე სხვა შემთხვევაში არც იტყოდა. ჰეგელს თავის სოფხეროლობაში ყველაფერი კარგი ეგონა და თქვა რომ ჩემი დამთავრდაო. კაცობრიობის აზროვნებაა, რომ ჯერ საღვთო წიაღში მერე განსხვის და ასე ვთქვათ მისგან თავი, მერე ისევ დაბრუნდა მის წიაღში ეს აზრი და ეს მე ვარო. და დამთავრდა ყველაფერმა წავიდა ჰეგელი და გრძელდება ეს ცხოვრება, მას ეგონა ყველაფერი დამთავრდებოდა მისით. როგორც მრავალგზის გაბითურებულა ყველა ასეთი ამპარტავანი. ეკლესიის წიაღში ორიგენეც მხოლოდ ამ ამპარტავნებითი და ესე იგი განუსჯელი ძიებებით
წარწმუნდა თორემ მას იფხელა მადლმოსილება ჰქონდა თავის დროზე და ისეთი დასანანია მე კაცობრიულად მომახლა ღვთისგანგებაში ვინ შევა ასეთი მოღვაწეების შემდგომ ასე გამრუდება და ეს ერთადერთი არ გახლავთ იგივე ტერტულიანე ლათინურ სამყაროში 200 წლამდე გახლავთ უდიდესი ღვთისმეტყველი და აქამდე დაწერილი ყველა მისი შრომა დღემდე არის ესე იგი მანათობელი სამთელივი 207 წლის მერე რო გადავიდა და გადაიჭეხა აღარ მობრუნდა აქეთ და აურაცხელი საშინელი შრომა აქვს მე დაწერილი და სხვა ანუ ეს ყველაფერი ხდება არა მარტო ანტიკური ფილოსოფიიდან ერეტიკული ძეგლებიდანაც ეკლესიამე ყველაფრისგან და ყველასგან გამოკრებენ რაც კი ოდნავ მაინც კარგია და კეთილია რაც ნიშნავს ეს რა უნდა გამოუკრიბოთ გამოიკრიბება ორი რამ ერთი რომელიც თანმხვედრია მართლმადიდებლურ სწავლებასთან და მეორე რომელიც მსგავსია მსგავსსაც კი არ უკარგავთ მაგალითად ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე წმინდა ისიდორე პელუზიელი მე-4-მე-5 საუკუნის წმინდა რომლის ეპისტოლეც მე გამოვაქვეყნე თავის დროზე ამ კუთხით ის მიუთითებს ასეთ რამეს ჭეშმარიტება იმდენად ძლიერია რომ ზოგჯერ ამა თუ იმ პიროვნებას თავისივე სარწმუნოების წინააღმდეგ ამხედრებს როგორც მაგალითად ფილონიო ამბობს ეს ფილონი იუდეველი ცნობილი ძველი წელთაღრიცხვის პირველი და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მოღვაწე ფილონსაცო ჭეშმარიტებამ აიძულაო რომ იუდეველური იუდაიზმი რა ერთარსება ერთპიროვანი ღმერთი რომ ღმერთი არსებითაც ერთია და პირითაც ერთია არავით არის სამპიროვნულობა რა თქმა უნდა იუდაიზმს არა მაგრამ ფილონი იძულებული გახდა ამას დაპირისპირო იმიტომ წმინდა წერილმა განუცხადა მას პირდაპირ რომ იქ აშკარად მეორე პირით ჩანს მხოლოდ მამისიბოსთან ერთი პირი არ ჩანს არის მეორე და მეორე პირის არსებობას დაუშვა ეს ახლა ფილონისთვის მიღწევა ჩვენთვის წარწმენაა ორპიროვნულობამდე რომ დავიდეთ მაგრამ მისთვის იქედა რომ ამოდის მისთვის ეს და რას ამბობს ეს ისიდორე ამით ფილონიც უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ამ ტერმინს ხმარობს მართლმადიდებლურ ორთოდოქსეს თეოლოგიას აპტეტაი ანუ უკავშირდება ასეთ ანუ ეკლესია არავის არ უკარგავს ოდნავ მაინც თუ რამ კეთილი აზრი თქვა იმიტომ რომ ამ კეთილი აზრის დაკარგვა და ესე უგულებელყოფა თავად ღვთის უგულებელყოფის ტოლფას იმიტომ რომ სხვა წყაროსგან კეთილი აზრი არ მომდინარეობს ჩვენ არ უნდა დავანებოთ უკეთურებას რომ ეს კეთილი აზრები თავის მიიტაცოს ერთი სოროში რო შეზიდავს თაგვი ისე და თავისი უკეთური მოქმედებები ყველგან უნდა ყველა ესე იგი ყველა განმრჩეველობა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლი რაც თავის დროზე ადამიანმა ვერ განახორციელა და განმრჩეველობის გარეშე რომ მიიღო ის ნაყოფი ამიტომ წარწმუნდა განმრჩეველობის გარეშე შეუძლებელია მართებული არჩევანის გაკეთება და ეკლესიის მამათა მოღვაწეობა გახლავთ განმრჩეველობის ნიმუში ანტიკურობაში ერესებში ზოგადად კაცობრიულ კულტურებში ყველგან განარჩევენ რა არის უკეთური და რა აკეთილი რომ არავინ არ შეცდეს და კეთილის ნიღბით უკეთურება ესე იგი სიკეთეთ არავინ არ მიიღოს. რაღაცა თლად კარგად ვერ გიპასუხე, მაგრამ დაახლოებით ასე ვფიქრობ ამაზე. ესე ძალიან ცელი საკითხია და რთულია ესე შეკითხვებზე პასუხი. ახლა გადავიდეთ აქ. აქ ისეთი შეკითხვებია, რომ ერთი 3 საათიანი ლექცია ჭირდება ყველას. რა არის ცხონება და რა არის სასუფეველი, რა არის წარწმენა და რა არის ჯოჯოხეთი. ცხონება თვითონ სიტყვა გვიკარნახებს არის სიცოცხლე. ცხონება სხვას არაფერს არ ნიშნავს, სულიერი სიცოცხლე არის ცხონება. ბერძნულში, ქართულში ცხოვრება და ცხონება ერთი სიტყვაა წარმომავლობით, ცხოვრება ძველი ფორმა ასეა და მაცხოვარი ცხოვრებას უკავშირდება, ჭეშმარიტი ცხოვრება და ჭეშმარიტი ცხონება ერთი და იგივეა. ბერძნულში სოტერია და ძოე, ცხოვრება და ცხონება ერთი მეორეს უკავშირდება, რაც ნიშნავს რომ ცხონება ეს გახლავთ ჭეშმარიტი სიცოცხლე. სხვა არაფერი არ არის. რა არის ჭეშმარიტი სიცოცხლე არ შეიძლება წარმავალი იყოს. წარმავალი რაცაა და ესე განკარვებადი ეს ერთი მხარე და მეორე ჭეშმარიტი სიცოცხლე არ შეიძლება ჭეშმარიტებისგან გამიჯნული იყოს. თავადი ჭეშმარიტება არის ყოვლის შემოქმედი და შესაბამისად ღმერთთან სიცოცხლე გახლავთ ცხონება. ანუ ჭეშმარიტი სიცოცხლე ესაა ჭეშმარიტებასთან ერთად სიცოცხლე, ხოლო რამდენადაც ეს იგივე ცხოვრებაა ჩვენი, შესაბამისად ცხონება სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტებასთან განუყრელი სიცოცხლე და მარადიული სიცოცხლე, არა განკარვებადი და არა წარმავალი სიცოცხლე. განკარვებადი რამდენადაც არის მატერიალურობა, შესაბამისად ჭეშმარიტი სიცოცხლე აუცილებლად სულიერია, თავისი უხრწნელი ხორცითუთ, როგორც ეს იქნება აღდგომის შემდგომ ადამიანებისთვის.
ანგელოზები სულნი არიან, ღვთის წინაშე ყველაფერი სხეულებრივია, ბუნებითი უსხეულობა მხოლოდ ღმერთს აქვს, მაგრამ ადამიანები ხორციელნი არიან, ასე შეიქმნენ, ამიტომ ადამიანური ქმნილება ასეთივე იქნება მარადისობაში, სულით და ხორცით, მოღონდ ის ხორცი იქნება ზედმიწევნით იგივე, რაც როგორითაც აღდგა უფალი აღდგომისას, ანუ ესაა ის ხორცი, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს სულიერ ხორცს, ჭეშმარიტი ხორცი, შეხებადი ხორცი, მაგრამ არა დაშლადი და არა საზნოსაჭიროებელი და არა მოგდავი და სხვა. ყველაფერი მთვისებას განიძარცვავს, რაც სოდვამ შეზინა ჩვენ სხეულს, რაც ადამიანს არ ქონდა სოდვამდე, აი ასეთი სხეულით იქნება ადამიანის აღდგომა, ასეთი ხორცით და სულით და ხორცით მარადიულ სუფევაში, ჭეშმარიტების წიაღში, თავად ჭეშმარიტებასთან თანამეუფედ. რაც შეეხება წარწმედას, წარწმედა არის აბსოლუტურად გასაგები ჭეშმარიტი სიცოცხლისგან განდგომა, სიკვდილი ნიშნავს, როდესაც ცოცხალი არ ხარ, აქ არ არის ლაპარაკი გაქრობაზე, არაფრობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ გადავა. არის ორი მდგომარეობა, რაც შევიქმნით, ერთი მარადიული სიცოცხლე, ხოლო მეორე მარადიული სიკვდილი, არა იმ გაგებით, რომ ის ქრება და არაფრობა ხდება, არამედ მარადიული სიკვდილი, მარადიული მოკლებულობა ჭეშმარიტებისგან, ანუ ჭეშმარიტი სიცოცხლისგან, ჭეშმარიტი თანასუფევისგან, მაცხოვართან, ჭეშმარიტ მეუფესთან. ესა ამის ადგილი არის ჯოჯოხეთი, თუ სასუფეველი ზეცაშია, ჯოჯოხეთის მდებარეობა ახლა შეიძლება გიგულისხმობა რა არის ჯოჯოხეთი, ეს ძალიან საყურადღებო საკითხია თავის და ამაზე სამწუხაროდ არის გაუკუღმართება ჩვენ ეკლესიის მამათაგან გამოკვეთილი სწავლება გვაქვს. ჯოჯოხეთი და ქვესკნელი მდებარეობითად ქვესკნელი ერთი და იგივეა. არის დღეს დაუშვათ ქადაგებანიც მომისმენია რომ ჯოჯოხეთი არ ვიცით სად არის და მაგალითად ბასილ დიდიკი ამბობს რომ ქვესკნელში, მაგრამ თურმე იოანე ოქროპირი ამბობს რომ არ ვიცით სადღაც სოფლის იქეთა. სინამდვილეში გავსია სამყაროს იქეთა უკაცრავ. სინამდვილეში იოანე ოქროპირი ამბობს რომ ამ სოფელში არ არის, ანუ სადაც ჩვენ ცხოვრობთ, რა თქმა უნდა ის სხვაგან არის. სიღრმე არის ზეცა, შუამდგომარეობა და ქვესკნელი. თვითონ მდებარეობიდან პირდაპირ გაგებით. ზეცა არის კვლავმოპოვებული 64 და თავი იგივე ცხონებულობა, მაგრამ ხარისხით იმდენად განსხვავებული, როგორც დედამიწაზე მდებარე 64 თავისი მდებარეობით დაცილებულია ზეციური სასუფევლისგან. ხარისხით ამდენად აღმატებულია სასუფევლის ცხონება, მაგრამ არსით აბსოლუტურად იგივეა, რაც ესე იგი 64-ში ცხონებულობა, ანუ სულიერი სიცოცხლე იყო. არსით იგივეობა, მაგრამ ხარისხით განსხვავებულობა. ჯოჯოხეთი კი ეკლესიის მამათა სწავლებით არის ქვესკნელში და იქა დაულევნელი ესე იგი მწუხარება. თუ ღმერთი სიყვარულია და მას სურს რომ ყველა აცხოვნოს, მაშინ რატომ უნდა მქონდეს შიში ღვთისა? დასამამი სიბისა არ შიში ღვთისა, რაც ნიშნავს შიში ღვთისა. კარგი იქნებოდა ამის დამწერს ცოტა წერაშიც ევარჯიშა, იმიტომ რომ არც წერტილი, არც ძიმე ერთადერთი ბჭყალი იწყება, მაგრამ არ თავდება. ანუ უსასრულობაში მიდის ეს შეკითხვა. უფალი რომ ბუნებითი სიყვარულია და ესე იგი სწორედ ყველა რომ სურს რომ აცხოვნოს და ეჭეშმარიტად ასეა, იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს კურთხეულ არის ღმერთი, რომელსაც ყოველთა კაცს და უნებს ცხონება. უფლის ნებელობა კი არ წარწმებს ვინმეს, ანუ უფალს უნდა ვინმეს წარწმედა, ამიტომ აღარ ნათქვამია რომ მას ჩვენი ნება წარწმეს, ანუ უფალს კი ნებავს ყველა ცხონება, მაგრამ ის ძალადობრივად, რაზეც ამდენი ვისაუბრეთ, ჩვენ არავის არ აცხოვნ. ჩვენი ნებას თუ თანხმდომია უფლის ნებასთან და ვიღწვით ამისთვის ცხონების ნაწილნი ხვდებით, თუ არ ვიღწვით ამისთვის იძულებითი ცხონება არ არსებობს, იძულებით რომ გვაცხოვნოს უფალმა, ეს სათნოება კი არ იქნება, ეს ბოროტება იქნება, იმიტომ რომ წმინდა გრიგოლ-ნოსელი ამბობს, იძულებით ქმილსა არასოდეს ვიტყვით სათნოებად. იძულებით შეიძლება ადამიანს დიდი სიკეთე დაადგე თოფით თავზე იარაღით და რაღაცა დაუშვათ ქრივებისთვის გადაარიცხინო დიდი თანხა, მაგრამ ამ ადამიანს ეს არამედ ეს იძულებითია, მას არავითარ სათნოებაში არ შეეთვლება ეს. ანუ ძალადობრივი რაც არის ის არაფერი. რაც შეეხება იმას რომ შიში რატომ უნდა მქონდეს ღვთისა, შიში თუ არ აქ არა მარტო ეს არის ესე იგი დასამამისის არის ეს ჩვენ დაცემულ მდგომარეობაში მყოფთ ვნებებისგან განგვაგრძალებს სხვა საშუალებებთან ერთად განსაკუთრებით შიში იმისა, რომ მე ეს ვნებები წარმწყმეც. უფალი განმირისხდება, ჭეშმარიტებას მოაკლებ. ყველაზე დიდი შიში რა? ანუ შიში ყველაზე დასაბამის იმისა არის შიში ღვთისა. ღვთის შიში ყველაზე დიდი შიში რა? შიში შეიძლება იყოს სხვადასხვა განმარტება, სხვათა შორის ვიან დამასკეს შესაბამის თავში შიშის შესახებ ზოგადად. ერთი 10 განმარტება, ელდა სხვა, ზარი სხვა და სხვა შიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ რაც იგულისხმება იმას, რომ ღვთის შეუცნობლის წინა შიში გაქვს.
უდიდესი რაღაც სიწმინდის შესახებ შიში არაიშვიათად კრძალვას უკავშირდება, იმიტომ რომ არსებობს მოშიშება. მოშიშებით თაყვანივცეთ, ანუ უდიდესი კრძალვით, რომ მე ვაცნობიერებ ეს რაოდენი სიწმინდეა. ანუ შიში ამასაც იტევს, მაგრამ ის გაგება შიშისა, რაც ამ შემთხვევაში ალბათ იგულისხმება, რომ აი რატომ უნდა ვკანკალებდე შიშით. მე თუ შიში არ მექნა იმისა, რომ იმ თავარისა, რომ ჭეშმარიტ სიცოცხლეს დავაკლდები და შესაბამისად წარწმენაში აღმოჩნდები, შეიძლება ძალიან მოვეშვა ეს ცოდვე, აქედან ასოდეთ ეს თავისუფლება, ყველაფერი ნებადართულია, მაშინ ღმერთი მოწყალია და ყველას აცხოვნებს. თუ ეს ასე ეშმაკი რატო არ აცხოვნებს მაშინ? თუ ეშმაკი რომ შექმნა, სიყვარულით არ შექმნა. რა თქმა უნდა, ყველა სიყვარულით შექმნა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიმუში, რომ ის ყველას არ აცხოვნებს, არა იმიტომ რომ მას არ უნდა, როგორც უკვე თქვი, ზალადობრივად არავის არ აცხოვნებს და მე როცა შიშისგან თავისუფლდები, ამ გაგებით შიშისგან, აი დასჯის შიშისგან, სასჯელის შიშისგან, როცა თავისუფლდები, ეს სოდვები ისე დამიპყრობენ მე რომ თვალს ვერ დავახამხამებ. აი მაგალითად ასეთი რამ რომ ამ შიშსაც უკავშირდება. თავისუფლება თუ მომცა უფალმა რატო არ მაქვს ნება რომ ყველაფერი გააჩნია მე როცა თავისუფლებაში იმ გაგებავდება რაც მინდა რომელიც ცოდვაც მინდა ამას ჩავიდე განა ეს თავისუფლება ეს ყისვე იმ ცოდვისადმი მონობა არ არის რომელსა რაი უქმნის მისდაცა დამონებულას ყისვე ისე მოექცევი ის ანკესივითაა აი მაგალითად საზვერების შესახებ სწავლება როა მართლმადიდებლური განმარტება თავის ფარგლებში იქ ზოგჯერ ძალიან გაუყურმართებული გავრცობა აქვს ამ საზვერებს ისა რომ ყოველი ცოდვა არის თითო ანკესი ეს ანკესები თუ არ ამოიძრე ის გაბრკოლებს შენ ანკესივითაა მოცმული თითოეული ცოდვა რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანში ამიტომ შენ თავისუფალი კი არ ხარ ცოდვას რო ჩადიხარ ყისვე ეშმაკის ანკესით თორემ ადამიანმა ჩათვალა რომ თავისუფალი ნება ქონდა არავის არ შეუზღუდავს და რა მიიღო შედეგად ეშმაკს დაექვემდებარა და ეშმაკის ტირანისგან ვერ გათავისუფლდა უფლის განკაცებამდე ამაზე მეტი მკაფიუნიმში უკეთური ძალა თვითონ ეშმაკი განუდგა და რა მიიღო შედეგად განა თავისუფლება მიიღო იმ ჭეშმარიტი თავისუფლებისგან ზეცისგან გარდამოიჭრა და ქვესკნელში მის სამყოფელი და სხვა ასე რომ ის რაც თავისუფლებად გაიგება ამ გაგებით შიშისგან გათავისუფლება სასჯელი შიშისგან სასჯელი ჩვენ სასჯელი შიში გვაბყოლებს იმიტომ ჩვენ არ ვართ ისე ძლიერნი ყველას არ აქვს სასჯელი შიში ანგელოზნი მაგალითად დაუცემელნი არ ძლწიან სასჯელის წინაშე იმიტომ რომ ისინი უკვე იმ სულიერი ხარისხისანი არიან არასოდეს აღარ დაეცემიან ასევე წმინდანი სასუფეველში არავით არის შიშის კონენია მე აღარ მომავ იმ შიშს კრძალვის გაგებით აი ამ სასჯელი შიში გაუქმებულია პირიქით ეს უკვე მეგობრობაა მაცხოვრისადმი მარადიული თანამეუფება მასთან ასე რომ შიში ღვთის არის აბსოლუტურად აუცილებელი ამ მდგომარეობაში რომ ჩვენ ესე იგი ცოდვებმა არ დაგვიმონონ აი ამისი ყველაზე დიდი დამაბკოლებელი არის ჭეშმარიტ თორე შიში შეიძლება ფორმალურად გქონდეს ნამდვილი მორწმუნეს ნამდვილი შიში უნდა გქონდეს სხვათა შორის მე ძალიან ხშირად რჩება საკუთარ თავშიც და საკუთარ თავს ხო იცით ვერ ხედავთ ადამიანი და უღირსება მაგრამ სხვისაში ხო ხედავ და ძალიან ბევრზე დამჩენია შეიძლება მათ არავითარი მორწმუნეობა არ აქვს იმიტომ მორწმუნე შეუძლებელია შიში ღვთის არ ქონდეს როდესაც შენ ცილს წამებ ადამიანს როგორ დავიჯერო რომ მორწმუნე ხარ იმიტომ რომ თუ ცილს წამებ სასჯელის უნდა გეშინოდეს აუცილებლად თუ არ გეშინია სასჯელის ესე იგი მორწმუნე არ ხარ ცილისამება არის ყოველ ნაბიჯზე. ყველაზე უფრო ზოგჯერ გარეგულად ღირსეულ პირთაგან აბსოლუტურად ზედმიწა. აი მაგალითად ასეთი რამ რა ვიღაცამ რაღაცა დაწერა და ფაქტი დაუშვა ჩავთვალოთ რომ იმ მომენტში მან ეს არ იცის და გონია რომ რასაც ამობს ეს სიმართლეა. თუმცა არაა სულ. განუმარტე ხომ ვინმე წყაროები მოუტანე. აბსოლუტურად ცხადია. ეს დაივიწყა პასუხი აღარ გაქცა. იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. პატიოსანმა ადამიანმა უნდა აღიაროს აი ამაში მე შევწ. თუ არ აღიარ ესე იგი ცილისამებელი ხარ. იმიტომ რომ გაიგე სიმართლე რა არის და მაინც არ ამბობ. ესე იგი არ უარყოფ იმას რაც თქვი. ასე რომ შიში ღვთის არის აბსოლუტურად აუცილებელი. რას ფიქრობთ მე მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ სხვათა შორის ეს საკითხი მე შევიტანე გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთი კურსისა მართალია ეს ზოგადი დოგმატიკის კურსში არ შედიოდა მაგრამ გამომდინარე ჩემი აბსოლუტურად ჩამოყალიბებული აზრისგან ამ საკითხთან დაკავშირებით რამ ახლა ამ ბოლო ხანებში ეთერშიც მოვისმინე და ნაწილობრივ ის აზრია და არ შეიძლება სხვა აზრი ყოფილიყო და კარგი ეს აზრი თუ საყოველთაო დამკვიდრება სხვანაირად შეუძლებელია აქ არის რამდენიმე მომენტი ერთი ყოფითი გაგებით ანუ ფიზიკურად როგორ ხდება ზოგადად კრების მოწვევა მერე მსოფლიო კრების მოწვევა რა მიმართებაში უნდა იყოს ის შვიდ მსოფლიო კრებასთან და განსაკუთრებით რაც ყველაზე მთავარია სულიერი მხარე სოფლიო კრებები რატომ იმართებოდა? მიზანდასახულობა რა იყო? ჩვენ შვიდი სოფლიო კრება გვაქვს აგერ.
თვალსაჩინოა რატო იმართებოდა რო არ ამის თვალსაჩინოება რო არ ქონდეს მაშინ შეიძლება ეს საკითხი დაისვას ანუ საკითხი მეორე მსოფლიო კრების შესახებ მაგრამ როცა თვალსაჩინოება გვაქვს უმკვეთრესი პირველი მსოფლიო კრება ნიკეაში ძვინვარე არიანული ერესის წინააღმდეგ გაიმართა ადგილობრივ კრება ვერ უშველა ადგილობრივმა კრებამ 1000 გვარი მიწერმოწერანი დამოძღვრანი პირიქით უფრო გაძლიერდა სოფლიო კრება გახლავთ ყველაზე დიდი მკურნალობითი საშუალება სნეულებისა არანაირი სხვა დანიშნულება ზოგადად საკრებო ისა ზოგადად კრებას სინოდალურ შეკრებას არ აქვს და ანუ ადგილობრივ კრებებს და მით უმეტეს სოფლიო კრებას სოფლიო კრების ერთადერთი ასე იგი მიზანდასახულობითი აბსოლუტურად ესე პირდაპირი ღვაწლი მიზანდასახულობითი მოღვაწეობა ეს გახლავთ სნეულების აღმოფხვრა იმავე მოღვაწეობის გაგრძელება რის გამოც უფალი განკაცდა უფლის განკაცებითი მიზანდასახულობის გაგრძელება სოფლიო კრებებთან სნეულებანი აღმოფხვრას როდესაც არის გარკვეული სნეულება შეიძლება იმას ადგილობრივი კრების მაკურნებლობა ეყოს საკმარისი აღმოჩნდა მაგრამ როცა არის გლობალური გაუკუღმართება სნეულებაში მაშინ უკვე ადგილობრივი კრების კურნალობა რომ აღარაა საკმარისი იმართება მსოფლიო კრება აბსოლუტური ავტორიტეტი სრულიად უცდომელი შესაბამისად როდესაც მეორე რაიმე მსოფლიო კრებას მართავ უნდა დებულება წამოაყენო რომელი გაუკუღმართებისა და სნეულების წინააღმდეგ იმართება ეს კრება მსგავსი რამ არ გამოვლენილა პირიქით მე რაც მოვისმინე ინფორმაცია ესაა რაღაცა რა გითხრათ ეხლა აი რაღაცა საარქივო თუ რაღაცა სამდივნო საქმე რომ როგორ შევათანხმოთ რაღაც საკითხები უფრო გავამარტივოთ უფრო ასე ვთქვათ მოქნილი გავხადოთ საეკლესიო ცხოვრება საეკლესიო მსახურება ერთი სიტყვა არ მომისმენია არავისგან აბსოლუტურად რომ გავმართოთ მეორე მსოფლიო კრება აი ეს რაღაცა დიდი საცდურია და არავის ეს არ ვთქვა ამ მიზანდასახულობით რომ ეს კრება არ არის ჩაფიქრებული ესა აბსოლუტურად გამჭვირვალე აბა მაშინ ვინმე იტყოდა თუ ვინმე მიცით რომელი ერესის წინააღმდეგ იმართება რომელი სნეულების აღმოსაფხვრად ეს მსოფლიო კრება მაშინ მეც გავიგებ ეს ზოგადად რომ თქვა მაგრამ ახლა აქ არის ეს ერთი მხარე რომ მიზანდასახულობა არ არის წარმოჩენილი ის მიზანდასახულობა რაც აუცილებელია სოფლიო კრების გამართვისთვის ეს ერთი მხარე მაგრამ მეორე ისტორიული კუთხე სოფლიო კრებების რაოდენობასაც და მიმდინარეობასაც საერთოდ ჩვენ ამაზე ამ ხელამშეულობა ქონდა ყველაფერი ეს რაც სულიერი საქმეებია რაც ლიტურგიკული ანუ ღვთელმოქმედებითი სიწმინდეებია ყველაფერი არის ღვთის განგების ქვეშ ღვთის ყოვლის მცოდნეობითი განგების ქვეშ როდესაც ეს 7 მსოფლიო კრება გაიმართა მკაფიოდაა ნათქვამი არცა აღემატნენ არცა დააკლდნენ რუისურნიცის კრება ჩვენთან რომ გაიმართა და ჩვენ მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი კრება ის დაუკავშირდა მან და ხელნაწერებში იმ 7 მსოფლიო კრებას მოსდევს ქართულ თარგმანს მაგრამ ეს რუისურნიცის კრება მერვე კრებად კი არა აქ პირიქით ამ კრების შესავალშია ნათქვა რომ ის 7 კრება იცის ეკლესიამ ღვთის განგებითაც 7 და მართლა ჩვენ დავფიქრდეთ შესაძლებელი რომ ყოფილიყო ამ კუთხით ღვთის განგების კუთხით მე-7 კრება გაიმართა 788 მერვე საუკუნეში ეხლა არის მე-20 საუკუნე ესე იგი 12 საუკუნის მანძილზე თუ არ გამართულა მით უმეტეს ამდე აი პალამაზროს ასე საშინელი გაუკუმართებანი იყო მაინც არ გაიმართა იმიტომ ჩაითვალა რომ ის ადგილობრივი კრებები საკმარისი აღმოჩნდა დღეს მით უმეტეს ერესის წინააღმდეგ არ მართავ მით უმეტეს ღვთის განგებითად განჭვეტილია რომ ეს 7 მსოფლიო კრება რა გვაქვს мотиваცია შეიძლება გაიმართოს ნებისმიერი სახის შეკრება გარდა მსოფლიო კრების კრებები ყოველთვის იმართება აი ეს რასაც ამობენ ის შედარებით უფრო აკმა აი პანორთოდოქსული შეკრება ისიც ადგილობრივი კრება ყველანაირი მასშტაბისა შეიძლება გაიმართოს მაგრამ მსოფლიო კრების გამართვა არის აბსოლუტურად სხვა კატეგორია რომელიც რაც არ უნდა უძახონ რომ მსოფლიო კრება ვერ ჩაითვლება წოდება კი არ ქმნის კრებას მსოფლიო რამდენ ადგილობრივ კრებას უწოდებდნენ იცით მსოფლიო კრებას და ზოგი ყაჩაღთა კრებად გამოცხადდა როგორც ქალკედონის წინაკრება 459 წელს და ზოგი ადგილობრივ კრებად დარჩა მაგრამ არავითარი მსოფლიო სტატუსი მას არ მიუღია თუმცა იმ დადგენილებში შეიკრიბა ეს წმინდა და მსოფლიო კრება წერია არა ანუ ვინ რას უწოდებს ამით კი არ ხდება კრება მსოფლიო კრებად მსოფლიო კრება როგორც აბსოლუტურად უცდომელი და სულიწმიდით ნაწინააღმდეგები ამას საეკლესიო მაცხოვრის გონე ქრისტეს გონება აქვს ეკლესიას როგორც აი ეს გონება ადგენს
რომელი კრებაა საეკლესიო და ასეთი ჩვენ მხოლოდ 7 ვიცით. მეტი სხვა ახლა ამ შემთხვევაში პასუხი არ გვაქვს. კი ჩართავთ, მაგრამ აქედა ხო არ ამორთოთ რამე ამდღა. ხო და ადგილობრივი კრებაა ისიც. ამას ვამბობ, ნებისმიერი სახელწოდებაში გამართული კრება თუ გინდა მსოფლიოს უწოდე, მაინც ადგილობრივი იქნება, იმიტომ რომ ამას ადამიანის წოდება არ გარდაქმნის კრებას მსოფლიო იმ გაგების მსოფლიო კრებად, რაც ჩვენ ვიცით მსოფლიო კრებები. სახარებაში წერია ღმერთი არავის სადა უხილავს, არცა ხილვად ხელეწიფებს. თუმცა ძველ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ მოსეს მიერ ღმერთის ზურგის ხილვას. ძალიან გთხოვთ, იქნება აგვიზნათ ეს საკითხი. მადლობთ წინასწარ. ეს აქეთაც გრძელდება ბუდიში. მეორე კითხვა. რა თქმა უნდა ეს წერია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მოძღვრება მოგვეწოდება არა ყოველთვის პირდაპირ გაგებით, არამედ სახისმეტყველებითა. ძველი აღთქმა მით უმეტეს ყოვლითურ წინასწარმეტყველებითი და სახისმეტყველებითია. ესეც ზურგის ხილვა თვითონ სიტყვა გვკარნახებს, რომ აქ ჩვენ სიმბოლურ მეტყველებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით უფალს არც წინა მხარე აქვს და არც ზურგი და აბსოლუტურად არანაირი ნაწილი სხეულისა. ამ გაგებით პირდაპირ გაგებით აღქმა ღვთისა, სხვათა შორის ეს გაუგუღმართებაც იყო ეკლესიის ისტორიაში, ეგრეთ წოდებული ანთროპომორფისტების ცნობილი გაუგუღმართება მე-5 საუკუნეში ღვთის კაცის სახეობის ამხსარებელთან, რომ ღმერთს თითქოს პირდაპირ გაგებით ადამიანური გარეგნობა აქვს, იმიტომ რომ ბუკვალურად გაიგებოდა ძველი აღთქმიდან ზურგი, დაუშვათ მოსემ თითქოს ზურგიდან დაინახა თვალნი, კულულებიც კი ძველ აღთქმაში ღვთისა დაჯდომა, ადგომა, სინანული და სხვა. ეს ყველაფერი კაცობრივი რადგან არის ჩათვალეთ რომ ეს პირდაპირ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სახეობრივი იმანიშნებელი ამ შემთხვევაში სწორედ იმაზეა მინიშნება რომ უფლის გამოვლინებას უფლის მოქმედებას წოდებით მაგრამ ბუნებითად უფალი არის აბსოლუტურად უხილველი და მიუწვდომელი ღვთის ბუნება მარად მიღმიერია ვერავინ ვერასოდეს არა მარტო კაცნი მთელი ანგელოზური კრებულიც კი ოდნავადაც აქ რაოდენობაში კი არა აბსოლუტურად მიღმიერია. ესე ყოვლითურთ უხილავია ბუნება ღვთისა, მაგრამ ჩვენ ღმერთთან კავშირისგან არ ვართ დატოვებულნი, იმიტომ რომ ის ბუნებით უხილავი ღმერთი მოქმედებაში ხდება საწმოვი, მოქმედებითად გვეცხადება ჩვენ და როგორადაც გვეცხადება ჩვენ გვწამს რომ ჭეშმარიტად ასეთია ბუნებითაც. როგორც წმინდა დიონისე არიოპაგელეური ღვთის ბუნების შესახებ ჩვენ რაც ვიცით არა იმიტომ რომ ჩვენ გამჭრითეთ მისი ბუნება თავისი თავი როგორადაც გამოგვიცხადა მოქმედებაში და გვწამს რა რომ ის ყოვლად უთხოვარია შესაბამისად რაც გამოგვიცხადა ზედმიწევნით ასეთია ბუნებაშიც ადამიანი შეიძლება გარეგანაც სხვა სამლენდეს და შინაგანაც სხვა იყოს ის ვინც ყოვლად უთხოვარია ზედმიწევნით იმგვარად გამოგვიცხადა თავის თავი როგორადაც არის ბუნებაში ამიტომ მოქმედებაშია მხოლოდ საწვდომი ღმერთი და არა მის ბუნებაში ეს მოქმედება რა თქმა უნდა ბუნებითია სხვათა შორის აი პალამა რამდენჯერმე ვახსენდა და იქ პაექრობა სწორედ ამაზე იყო ძირითადი რომ მაგალითად ბარლაამი მისი მოწინააღმდეგე მიიჩნევდა რომ ღვთის ბუნება როგორცაა მიუწვდომელი ასე უნდა იყოს ღვთის ბუნება ყველაფერი რაც ბუნებითია ღვთისგან და ამიტომ თუ ვინმე იტყვისო რომ თაბორის მთაზე ბუნებითი სინათლე იყო ღვთისა ეს ბუნებითი თუ იყო მაშინ იმას ვერავინ ვერ იხილავდა ბუნებითი ყველაფერი მიუწვდომელი უნდა იყოსო ანუ ეს ბარლაამი პალამას მოწინააღმდეგე აიგივებდა ბუნებას და ბუნებისეულს მართლმადიდებლური სწავლებით ბუნება და ბუნებისეული არ უიგივდება რაღაცით იგივეობრივია რაღაცით არა იგივეობრივია იმით რომ ბუნებისა რაცა ანუ ბუნებისეული ისევე დაუსაბამოა და შეუქმნელია როგორც თავად ბუნება იმიტომ ბუნებისა რაცა იმ ბუნების მდგომარეობაშია ეს ბუნება თუ დაუსაბამოა ამ ბუნებისა ყველაფერი დაუსაბამოა მაგრამ ამავე დროს გამოვლენითად არა ერთი და იგივე ბუნება მარად მიღმერია და ბუნებითი რაცა ის ბუნებითი სწორედ იმიტომ რომ ბუნებისგან გარეთ გამოდის ქმნილებისადმი რა არის ბუნებითი მოქმედება ღვთისა პალამას აქვს უშესანიშნავესი განმარტება ღმერთი ქმნილებისადმი აი ეს აქვს ღვთის მოქმედება ღმერთი ბუნებითად მარად მიუწვდომელი ღმერთი ქმნილებისადმი ღვთის ბუნებითი მოქმედება რომელიც ჩვენთვის საწვდომი ხდება ძველად ასე რომ მოსესთან რაც არის დაკავშირებული მხოლოდ სახეობრივი მეტყველება ნიმ განმარტება იმისა რომ ზურგის ნახვა ღვთისა სწორედ ისა რომ მოქმედებაში ვხედავთ მხოლოდ როგორადაც თავის თავს თვითონ წარმოგვიჩენს როგორც უჩვენა უფალმა მოსეს თავის თავ ისე იხილა უფალმა ეს დოგმატურად ნიშნავს რომ მოქმედებითად როგორადაც წარმოგვიჩენს რაზეც უკვე ვთქვი თავის თავს მხოლოდ იმას ვწდებით ჩვენ და არა ის რომ ჩვენი გონებით მიწვდებით ღვთის ბუნება რა არის ძველად მაშინ ჩვენ ვკითხულობთ ღმერთის სტუმრობას ა ブラ ამთან სამი გზავრის რამდენად განსხვავდება ეს ღმერთის განკაცებისგან აბსოლუტურად განსხვავდება ესეც სახეობრივია კიდევ ერთხელ აღნიშნავთ არავითარი კავშირი
უფალი სახეობრივად კი არ განკაცებულა. ჭეშმარიტად და ყოვლა ჭეშმარიტად განკაცდა, ანუ აბსოლუტურად ნამდვილად მიიღო მან ადამიანურ ბუნება. მან ღმერთმა პიროვნებამ, ღმერთ ჰიპოსტასმა ზედმიწევნით ისევე განიკუთვნა, რაც უკვე ვთქვი. საღვთო კაცობრიო ბუნება როგორც მარადიულად აქვს განკუთვნილი კაცობრიო. ანუ განკუთვნითი წესით, აი რომ გეკუთვნის რაღაც ეს ღირსებას კი არ ნიშნავს, მე ხორციც მეკუთვნის და სულიც. ისევე მეკუთვნის ჩემი ხორცი როგორც ჩემი სული, თუმცა ხორცსა და სულს შორის უდიდესი სხვაობა. აი ამ კუთვნილებითი წესით ისევე განიკუთვნა უფალმა ჩვენი კაცება, როგორც მარადიულად აქვს განკუთვნილი ხდება. ანუ არავით არის სახეობრიობა, არავით არის სიმბოლურობა აქ არ არის. მათ შორისაა ნებისმიერი თხრობა, უწყება ძველი ათმისა, ახალი ათმისა, ღვთის შესახებ, ღვთის გამოცხადების შესახებ სახისმეტყველებითია, განმარტებითი და არანაირად ღვთის განკაცებითი, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად არ. აქ მესამეც ყოფილა. როდესაც ღმერთი ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამის ადამიანურ უნდა ამის შემდეგ ადამიანურ მოხდა ღვთის ძლიერების თანაზიარი არა. ახლა ესაა ძალიან მცელი საკითხი და მნიშვნელოვანია საკითხი. კაცობრიო ბუნება ყველა საღვთო ბუნების ხილსების მქონე რითაც ის გამდიდრებად იყო, გამდიდრდა და შეერთების პირველ წამიდანვე, ჩასახვისთანავე, პირველ შექმნითვე. რა წამს ჩაისახა და ტყისვე ის მაცხოვრის კაცობრიო ბუნებაა, იმიტომ ერთი წამითაც არ უარსებია მას მაცხოვრის გარეშე, უფალი იესო ქრისტეს პიროვნების კაცობრიო ბუნებად შეიქმნა. შექმნითვე იმ წამსვე შეერთებულია ღვთაებასთან და რაღილსებებითაც გამდიდრება ზოგადად კაცება შეუძლია, ტყისვე გამდიდრდა ყველა არაფერი მას შემდეგ ოდნავადაც არ შემატებია. ნესტორიანიზმი გახლავთ სწორედ ეს ეტაპობრივი სტადიალური განვითარებულობა მაცხოვრისა კაცობრიობად, რასაც აბსოლუტურად ანათემირებულ ხოს მართლმადიდებელი ეკლესია, აი ეს მართლმადიდებლობის სინოდიკონი გამოკვეთილად სამგზის ანათემას უცხადებს მას, ისე როგორც მე-6 მსოფლიო კრებაზე კაფიოდ არის სწორედ ის სოფრონ იერუსალიმელის სინოდიკონში, რომელიც ამ კრებამ დოკუმენტად მიიღო, განჩინებული რომ ესაა ყველაზე უფრო უბოროტესი ამონანთხევი ჯოჯოხეთიდან იმ უკეთურთა, რომლებიც ამბობენ რომ მაცხოვარი კაცობრიოდ ვითარდებოდა და კაცობრიოდ უფრო და უფრო სათნოებით და სრულყოფილი ხდებოდა. ყველა აბსოლუტურად მაცხოვრის კაცობრიო ბუნების განხთობას აქვს ორი ეტაპი, ის ღირსებითაც შეერთების პირველ წამიდანვე რა გამდიდრება შეიძლება სრულად დიდრდება და მეორე ეტაპი, როცა უკვე დაცემული კაცობრიო ბუნების ყველა დაცემულობა აღიხოცება მისი მკვდრეთით აღდგომით. ეს ორი ეტაპი პირველს ეწოდება გამდიდრებითი განხთობა, მეორეს ეწოდება კვლავ აღდგინებით იმ გაგებით, რომ დაუცემელობაში რა კაცებაც ჰქონდა. ადამიანს ზუსტად იმავე კაცებაში აღდგა ჩვენი კაცება, უფალი აღდგა რა. რა თქმა უნდა, ეს არა აბსოლუტურად ამომწერავი ამ კითხვაზე, მაგრამ ამ ეტაპზე დღეს ახლა მეტის პასუხი არ შეიძლება. მაცხოვრის განკაცებისა და სულთმობენობის შემდეგ საღვთო გამოცხადებანი კვლავ ზეციური იერარქიის მეშვეობით ჩამოეშვება, თუ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ვინც ეს საკითხი ყველაზე უფრო ღვთისმეტყველურად შეისწავლა, თუ ესე იგი ზეციური იერარქია ანგელოზური კაცობრიო ადამიანთან მიმართებით რა მდგომარეობაშია, ეს გახლავთ წმინდა დიონისე არუბაგელი, რომლის სწავლებაც ეკლესიამ მიიღო, წმინდა იოანე დამასკელმა მთლიანად მასზე დაღნობით შეიტანა შესაბამისი სწავლება თავის გარდამოცემაში და შემდგომშიც რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. დიონისე არუბაგელი ამბობს ასეთ რამეს. გამოკვეთილად და მისი ეს სწავლება თავისი მას კომენტარებიც ახლავს. არა მარტო დიონისე არუბაგელი, მე მას კომენტარები დაურთო წმინდა მაქსიმე აღსარებელმა, წმინდა გერმანოს პატრიარქმა, უფრო ადრე იოანეს ღვთისმეტყველმა, ძირითადად ეს განმარტებანია და ამ განმარტებებშიც აბსოლუტურად უცხადესადაა განმარტებული, რომ არუბაგელის შემდეგი სიტყვები. უფალმა იესო ქრისტემ განკაცებულმა თავისი კაცობრიო ბუნებით არინება მისგანვე დადგინებული იერარქიის დარღვევა და თვითონაც კაცობრიოდ ანგელოზისგან იღებს შეტყობინებას. მარიამს ანგელოზისგან ეუწყება, რომ წავიდეს ეგვი განერიდოს და მერე უკან დაბრუნდეს და სხვა. ასე რომ ის რა მას არაფერში არ ჭირდებოდა, მაგრამ ის იერარქიულობა რაც დადგენილია მარადიულია და ანგელოზური ძალები კვლავაც განმაცხადებელნი არიან და ჩვენ აურაცხელი ნიმუში ვიცით ამისა, წმინდანებისადმი, ანუ უფლისთვის სათნოთადმი ღვთისნებისა. ანგელოზთა მეშვეობით ის ღვთის გამოცხადება, რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, ხილვადობა, ეს ყველაფერი თანაშერთულია, მასთან აბსოლუტურად არ არღვევს ამ იერარქიულობას, კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, იმიტომ რომ იერარქიული კიბე თავად ღვთივდადგინებულია და ეს რომ დარღვეული ყოფილიყო, მაშინ ანგელოზური გამოცხადებანი დამთავრებული უნდა ყოფილიყო. პირიქით,
გაცილებით უფრო გამრავლებულია, იმიტომ რომ სიწმინდე მეტად გამოჩნდა, ღვთისმსათნო ადამიანები გაცილებით მრავლად არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ უფლის განკაცებამდე და შესაბამისად უფლის ნების ანგელოზთა მეშვეობით განცხადებანიც მათთვის უხშირესია. კი ბატონო. აბრაამმა სამგზავრო იმას მიწია. დიახ, იყო აქ. არის მამა მესტი ზერმეტი და სულისმერი. ზოგიერთი ზერმეტი და ორი ანგელოზი. დიახ. ჩვენ გვაქვს ეს განმარტებანი, ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, საერთოდ ნებისმიერი მუხლის, წმინდა წელის ნებისმიერი მუხლის განმარტება არაერთგზისია, არაერთგზისი იმიტომ კი არა, რომ ერთი მეორეს ესე უპირისპირდება. პირიქით ერთი მეორის სხვადასხვა წახნაგითაა მოვლენა დანახული. მე გეტყვით ამის კაფეონიმუს. ქართულადაცაა თარგმნილი მაგალითად ოლიმპიოდორი ალექსანდრიელის მე-6 საუკუნეში ეკლესიასთეს განმარტება. ეს პიროვნება რას აკეთებს ოლიმპიოდორი? მოაქვს მუხლი ეკლესიასთესი, მე ამბობს, ეს მუხლი განიმარტება ასე. შემდეგ მაგრამ განიმარტება ასეც. და კიდევ განიმარტება ასეც. და კიდევ ასე, და კიდევ ზოგჯერ არის 10-15 განმარტება. მაგრამ ყველაზე მკაფიო დოგმატური ნიმუში რომ ნახოთ, ავიღოთ წმინდა იოანე დამასკელის გარდამოცემა. თუნდაც მაგალითად ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად, ეს ხომ ბიბლიური მუხლია, 26 მუხლი პირველ თავ. ნახეთ რამდენგვარი განმარტება, ეს განიმარტება ასე, ეს განიმარტება აგრეთვე ასე, მაგრამ განიმარტება ასე. ავიღოთ ასეთი უდიდესი სიწმინდე, როგორიცაა მაცხოვრის კვართი. ანუ ეს მოქმედება ყველაფრისადმი ერთი და იგივე. მე თვითონ გამოაქვეყნე სტატია, ვისაც გინახავთ, გულიგონიერის ასეთ ჟურნალის მე-4 ნომერში, ეკლესიის მამათა განმარტებანი უფლის კვართთან დაკავშირებით. თქვენ ნახავთ, ფაქტობრივად ყველაფერი შემოიღეთ. ერთი განმარტება, მეორე განმარტება, ეკლესიის სახეა, რა თქმა უნდა, ეკლესიის განურღევლობის სახე. დიოფიზიტობის სახეა კვართი, ორბუნებოვნების, იმიტომ რომ ხორციელიც არის ამ დროს ზეითუკერველი და ყველაფრის სახეა. იმდენი განმარტება აქვს კვართი. ერთი ასე რომ აქ განმარტებათა სხვადასხვაობაზე კი არაა საქმე, თუ ის მართლმადიდებელ მოძღვართან მოწოდებულია. ჩვენ თავარი რისგანაც უნდა დავდგოლდეთ და რაც სამწუხაროდ დღეს მქონდა ზუსტად ამაზე მსჯელობა და კარგი ეს რომ დამისვით. ესე იგი ეს სამების ესე იგი სახისმეტყველებად გავიგებთ თუ მაცხოვრისა და ორიანი თავარია რომ ამას სახისმეტყველებად გავიგებთ და არა სამების გამოცხადებად პირდაპირ, იმიტომ სამების გამოცხადება არ არსებობს. იმიტომ რომ თუ სამების გამოცხადება ნიშნავს რომ სამების სამივე პირის გამოცხადება შესაძლებელი. ჩვენ არ გაგვიგია რომ მამა ღმერთი ვინმეს გამოცხადებოდეს, სული წმინდა ვინმეს გამოცხადებოდეს და არა თუ არ გაგვიგია, მეშვიდე მსოფლიო კრება მკაფიოდ დაადგინა. ამიტომაა ჩემთვის დღესაც მიუღებელი რომ ჩვენ გქონდეს ხატი სამებისა და ხატი უწოდოთ, იმიტომ რომ მეშვიდე მსოფლიო კრება ადგენს მამა ღმერთი აბსოლუტურად არ განცხადებულა არანაირი სახით და მისი გამოსახვა შეუძლებელია. სული წმინდა უნდა გამოსახოთ მხოლოდ ტრედის სახით, როგორადაც ის ხილვადი გახდა და ისიც მხოლოდ ნათლისღებისას. ანუ სხვა შემთხვევაში ტრედის სახითაც კი არ შეგვიძლია სული წმინდის გამოსახვა. ეს არის მსოფლიო კრება ამბობს, მე ხო არ ვამბობ მამად. მაცხოვარი რახან განკაცდა და ხილვადი გახდა, როგორადაც დაინახეს, იმას გამოსახავენ. აი ესაა ჭეშმარიტი ხატი. ეხლა სახისმეტყველებითად ყველაფერი შეიძლება ამას ვამბობ, მაგრამ ხატობრივად რასაც ჩვენ თაყვანისცემ, ხათ ჩვენ ზიაღწევით, ანუ იმ პირველ სახემდე ასვლით, რა თქმა უნდა, ვეთაყვანე. ხატა და ეს მიღებულია დღეს, ხო ვიცით, აგერ ანდრია რუბლიოვის და ახლა დღეს ჰქონდა ზუსტად ამაზე მსჯელობა, რომ ერთ-ერთ წმინდას გამოცხადებია წმინდა სამება. და იმ მოძღვართან ჰქონდა მსჯელობა, რომ რუბლიოვმა ამიტომ დახატაო, რომ წმინდა სამება გამოეცხადაო. არ არსებობს მეურაცხელი შემთხვევები ვარ გამოცხადებისა, მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს იმას, რომ ვინმეს გამოცხადება ნიშნავს, რომ პირდაპირ მას შენ რაღაცნაირად იხილავ, ოღონდ პირდაპირ მას. მამა ღმერთის ხილვადობა თუნდაც ანგელოზთათვის, მაშინ სადღაა ღმერთი არასადავინ იხილა. ეს გაუქმებლა მაცხოვარსაც როგორც გახდა ხილვადი, იმას გამოსახავ, თორე მის საფრთხო ბუნებაში განუჭრეტელობა რომ მარადისი ამაზე კი არა საუბარი და ყოვლადწმინდა სამება თუ ხილვადი გახდა და აგერ შეკითხვაშიც იყო და ისე მეც ვახსენე ლექციაზე, ღმერთი არასადავინ უხილავს, როგორ უხილავთ აგერ გამოდის, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, რა სახით იხილა? თავარია რომ პირდაპირ ჭეშმარიტად იხილა, ხო? მცირედი თუ ბევრი თუ ასე არანაირად არასადაც ერი აბსოლუტურად არ იხილვება. მხოლოდ სახეობრივად, სახისმეტყველებითად რაღაც შეგვიძლია სიმბოლურად ვთქვათ, მაგრამ ხილვა რასაც ნიშნავს გამოცხადება, აპოკალიფსი. ეს შეუძლებელია ყოვლადწმინდა სამებასთან. ასე რომ ეს სახეობრივობას თუ შევინარჩუნებ აბრაამთან დაკავშირებულ თხოვაში, ეს განმარტებას და ის განმარტებას, მაგრამ საკმარისია რომელიმეზე ვთქვათ, რომ აი პირდაპირ გაგების აპოკალიფსია, რომ ამას ეკლესია მაშინვე ესე იგი აუცილებლად უარყოფითად შეხედავს. ზოგს ვერ წავიკითხა. ასეთი რამ წერია მოციქულ პავლეს ეპისტოლეში.
რათაც ეკლესიის აი ეს ციტატა სხვათა შორის მე მინდო მაშინ მოვიყვანე მთელი ქმნილებისათვის განკაცდა უფალი მეთქი ეკლესია მოიცავს ანგელოზებსა და აი აქ რა ციტატა რათა აც ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებად ღვთის მრავალფეროვანი სიმბოლო დიახ ეკლესია დამტევნელია იმ სიმბოლოდ რომელიც ანგელოზებსაც მოიცავს ანუ ეკლესიის ზევით კი არ არიან ანგელოზები ეკლესია ყოვლის მომცველი მათ შორის ამ დედამიწა საკურთხეველი წმინდა ოდიკი არის ყველას და ყველაფრის მომცველი თავის თავში და ეს რომ ჭეშმარიტად ასეა იმის დადასტურება რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველაზე აღმატებულია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეკლესიის წიაღშია ეკლესიის წიაღშია რა თქმა უნდა და თუ ის ეკლესიის წიაღშია და ამ დროს ის ზეციურ ძალებზეც ბევრად აღმატებულია რა თქმა უნდა ყველა ზეციური ძალაც ეკლესიის წიაღშია და აქედან ამ ეკლესია აქ დედამიწაზე დაფუძნე ეკლესია მაცხოვრის განკაცებისა სულთმოფენობის ამ დაფუძნდა აქ წმინდა საკურთხეველი აქ დაიდგა რომელიც აღემატება ყველას და ყველაფერს რა თქმა უნდა ზეციურ ძალებს და აღემატება იმ გაგებით რომ შემოკრებს თავის თავში ეკლესია თავის თავში შემოკრებს და აქედან ესწავლებათ მრავალფერი სიბნე, იმიტომ რომ ღვთის განკაცება აქ მოხდა და ამაზე დიდი სიბნე არც ყოფილა და არც არასოდეს არ იქნება. აი ეს უდიდესი სიბნე აქედან ესწავლებათ თვით ზეციურ ძალებსაც და უფალი რომ ადიოდა ზეცით, ის ესაესწინასწავლება რომ უკვირთ მას ეს ვინ არის, ანუ მათთვისაც ეს მიუწვდომელი საიდუმლოა, რაც ამ ქვეყნად აღსრულდა. და თვითონ წმინდა ზიარება და გარდაქმნა მაცხოვრის სისხლა და ხორცად ჭეშმარიტად პურისა და ღვინისა ესაა საიდუმლოთა საიდუმლო ყველაფრისა და ყოვლის მომცველი თავის თავში ყველაფერზე განუზომლად აღმატებული ამ ქმნილებაში ქმნილების განხთობილობის ზევით მყოფი იმიტომ რომ ის იგივე მაცხოვრის პირდაპირი გაგებით სხეულია და ხოლო მაცხოვრის სხეული განუყრელია თავად მაცხოვრისგან და აუცილებლად და ყოვლითურთ ყოვლადწმინდა სამების წიაღშია მაცხოვრის სხეული შესაბამისად წმინდა ზიარება ზუსტად ამ ღირსების მქონე გახლავთ ასე რომ ეს ციტატა კარგად იქნა მოშველებული და დამადასტურებლად იმისა რომ ეკლესიის მრავალფერი სიბნე აქედან ესწავლებათ მათ. იყო თუ არა ღვთისმშობელი პირველად უცოდველი და თუ არის რის შედეგად. აქ მეორე მიწერილა, მაგრამ ეთყობა პირველი იმდენად იმათ მოეჩვენა სერიოზულად მეორე შეკითხვა მარტო ციფრი წერია. რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პირველად უცოდველი გახლავთ ასეთი ჭურჭელი ირჩია უფალმა ეს შედეგიდანაც ჩანს ანუ ზოგიერთი მოვლენა თავისი ჭეშმარიტი ღირსებით დაინახება შედეგისგან გამომდინარე უფალი როგორ დამკვიდრდებოდა უწმინდურ ჭურჭელში ის რა თქმა უნდა მიიღო რა ყოვლითურთ განწმენდილია მიღებისთანავე ის ჭურჭელი ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღი პირველად უცოდველია, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, ამან არ უნდა გადაგვიყვანოს მეორე უკიდურესობა. ნებისმიერ დოგმატთან დაკავშირებით სამეუფო გზა ორ საშიშროებას შეიცავს, ანაკეთ გადადრკე ანიკეთ. ორივე უკიდურესობა თანაბრად დამო. ამ შემთხვევაში ერთი უკიდურესობაა რომ პირველად სოდვილად თქვა ღვთისმშობელი და დაახლოებით ესაა ნესტორიანიზმიც, იმიტომ რომ მან უფლისმშობელობა, ღვთისმშობელობა მას არ განუგუქნა, ჩვეულებრივი ადამიანი შვა მისგან. კიდევ უფრო შორს წავიდა სამწუხაროდ აი ადრევინს ვახსენეთ ტერტულიანე, რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქალწულობა გაუუქმა შობის შემდეგ. ყველაზე დიდი აბსურდი, რომ ის ამბობდა რომ შობისას კი იყო ქალწული, რომ დადასტურებული იყო, რომ მისგან აღსულებული მოვლენა განსაკუთრებული, მაგრამ შემდგომ აღარ იყო. აი ასეთი კრეხელობამდე მისული მაგრამ მეორე ეს ასე თქვა კრეხელობით დაკნინება ყო ასევე დაკნინებაა თუმცა შეიძლება ვიღაცისთვის ღირსება ჩანდეს ზედმეტი პატივის მიკუთვნება პიროვნებას და საერთოდ მოვლენას აუკუღმართებს არა მხოლოდ დაკნინება იმაზე მეტის მიკუთვნებას რაც არ ეგუდით მაგალითად ვინმე წმინდას რომ ბუნებით ღმერთად წარმოსახავ თითქოს აქებ ხო ამ ადამიანს როგორც აი დავით აღმაშენებელზე თამარ მეფეზე სტატიებია გამოქვეყნებული და არ ვიცი რა ჰალუცინაციით არის ეს სტატიები რომელსაც თავის მიმდევრები ყავს ეს ამაზე მეტი დაკნინება და შეურაცხყოფა პიროვნებისა რა როცა იტყვი რომ ის პირდაპირი გაგებით ბუნებითი ღმერთია რომ თამარ მეფე სული წმინდაა განკაცებული პირდაპირი გაგებით როგორც განკაცდა თავის დროზე იესო ძეღმერთი იესო ქრისტე თუ ეს ფორმულირებაც თარია თავისთავად იგივე იესო ქრისტეა იესო ქრისტე კი არ განკაცებულა მაგრამ დავანებოთ რომ როგორც განკაცდა ძეღმერთი ასევე მე-12 საუკუნეში საქართველოში განკაცდა სული წმინდა თამარ მეფის სახით ანდა დავით აღმაშენებელი გამომდინარე იქიდან რომ ესე იგი არსენი ყალთოელი ცნობილ ძეგლის წერაში რუისუნის მიშესა მას ქებით მიმართავს და ამბობს რომ შენ ხარ ესე იგი კასტმოყვარე ვითარცა იესო ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთთა შორის და ეს ბუნებით ღმერთი გონიათ რომ დავით აღმაშენებელს ეხება. წინამეში ეს ეხება
იესო ქრისტე, როგორც მაცხოვარი იესო ქრისტე ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ ქნილთა შორის, ანუ წმინდანთა შორის არის გასმოყვარე, შენც ასევე სხვა მეფეთა შორისო. ეს აბსოლუტური ვერ გაგებით გამო, რა თქმა უნდა, ძველი ქართული ტექსტისა, მიაკუთვნეს დავით აღმაშენებელს და ინტერნეტში სადაც 1000 რაღაცა გავრცელდა პირიქით, რო იტყვი რომ ეს საშინელებაო, იქეთ უნდა ესე იგი იმხობოდნენ და იმუსროდნენ და აქეთ გებძვიან ეს როგორ თქვიო, რომ როგორ არაო, აგერ დავით აღმაშენებელი მე ხوار ვამბობ დავით აღმაშენებელი ისა მაქსიმ არსენი ხალთველმა რო ეს თქვას რომ რომელიღაც ადამიანი ვინც არ უნდა იყოს ის ბუნებითი ღმერთიო ის დიდი ღვთისმეჯული კი არა იმაზე წვალებელი არავინ არ ყოფილა ანუ ეს რის გამომდინარე უფრო მეტის მიკუთვნებაც ასევე შეურაცხყოფა თუმცა შეიძლება ვინმეს დიდი ამ შემთხვევაში კათოლიკურ სრულსავლებაზე მოგახსენებთ რომ რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნული უსოდველობა იმ ზომამდე მიიყვანა რომ ფაქტობრივად ბუნებრივი უსოდველო ბუნებითი რომ პირველ ცოდვას არ ქონდა თითქოს ანუ უბიწო ჩასახვა მისი ისე როგორც უფალი ჩაისახა უბიწოდ ასეთი უბიწო ჩასახულობა განუკუთვნა მას და ეს მე კათოლიკურ დოგმათა ჩამოყალიბდა და ვინც უბიწოთ ისახება ანუ კაცობრივი სპერმატული გზით ვინც არის ისახება უბიწო ჩასახვა ესაა ერთადერთი განსაკუთრებული მოვლენა თუ ყოვლადწმინდა მარიამის ასე ჩაისახა ის ბუნებითი ღმერთი ყოფილა შეუძლებელია სხვანაირად უბიწო ჩასახულობა კონდეს თუ ბუნებითი ღმერთი არ ხარ ანუ ფაქტობრივად ბუნებითი ღმერთობა განუკუთვნეს რაც უკვე მეორე საშინელებაა როგორც ვიგეთ ერთია დაგნილება ვინც ითოს რომ ის პირველად ცოდვილი იყო მეორეა რომ ბუნებითი ღმერთი იყო და უბიწო ჩაისახა და აქ ხო თუ არის რის შედეგად ეს საყურადღებო კითხვა მე გეტყვით ერთ რამე ძალიან მნიშვნელოვანს ახლა ამასთან დაკავშირებით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთა აი ამაზე რომ ამბობ მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ ანუ ზომიერება შემნა როცა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნულ უბიწოებაზე ვსაუბრობთ ეს მექანიკური და გარეგანი კი არა მისი პიროვნული ნებელობითი მდგომარეობა მან თავისი ფიქრი თავისი ზრახვა თავისი საქმე ყოვლითურთ განწმენდილა წარმოაჩინა თავისი ნებით ეს ანუ ეს მისი მოღვაწეობა ის უდი რატომ ახოვან მოღვაწეთ მას რომ უწოდებ მოღვაწე ისა ვინც მოღვაწეობს რა თქმა უნდა ჩემს გადასარჩენად მაგრამ ყოველგვარ ვნებას რომ მუსრავს ესაა პირველი მოღვაწეობა და მე შეუძლია მას რომ მეც დამეხმაროს ვნებათა შემოსვლაში ასე რომ მან ყოვლითურთ საკუთარი ნებელობითი ღვაწლით ყოველგვარი ვნებისგან მყისვე განწმენდილად წარმოაჩინა თავის თავი თუმცა ეს არ უნდა გვაძლევდეს ჩვენ მეორე უკიდურესობას რომ თითქოს ის ესე იგი პირველად უცოდველია არა ამის გამო თავისი ნებელობითი განწმენდილობით არამედ ღვთის დედა რომა ამით ანუ იმ მოვლენისგან გამომდინარე პირიქით ის მოვლენა აქედან გამომდინარე ანუ ყოვლითურთ უბიწო ჭურჭლად რომ იპოვა ის უფლის წინასამცოდნეობით ანუ ამიტომ დამკვიდრდა და მაშინ უფალი და არა ის რომ ის უწმინდური იყო პირველად უფალმა ესე იგი ამ ღვთის დედობა გახდა მხოლოდ მისი შეინარჩუნა პიროვნული სოდვილიანობა ყველაფერი მაგრამ ღვთის დედობამ გახადა ის ყველაზე აღმატებული პირიქით არის ის და ღვთის და ამაზე მნიშვნელოვანს გეტყვით მეთქი ახლა რას გეტყვით ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით ამ საკითხზე ზედმიწევნის ჯელო წმინდა იოანე ოქროპირი როდესაც ის მათესახარების განმარტების შესაბამის ადგილს ეხება თუ გახსოვთ ის ეპიზოდი როცა უფალი შიგნით ხალხს მოძღვრავს და ყოვლადწმინდა მარიამი და მისი ძმები გარედან მოადგებიან და უნდათ რომ უჟამოთ ანუ უდრო და უნდათ რაღაც უთხრა და იქ ვიღაცა ეტყვის მაცხოვარს რომ აი შენთან სიტყვა მაცხოვარი არ მიაქცევს ყურადღება არ განაგზობს და შენი დედა და ძმები ვინცო ჩემს სიტყვებს ისმენს და ისაა ჩემი დედა და ჩემი ძმებიო ამას იოანე ოქროპირი უკეთებს რაღაც სასწაულებრივ დასკვნას ამიტომ უფალმა გამოაჩინა თვით ეს ყველაზე აღმატებული საქმეთი რომელი იგი არის დედობა იღმთისაი ესეცა ვერ კმაიყოს უკვე თუ არა იღვაწდე და არა იქმოდე ნებასა უფლისასაო ანუ მთავარი მხოლოდ მოღვაწეობითია ნებელობითია ამას ეფუძნება ქრისტიანობა და არა თუნდაც ყველაზე განსაკუთრებული მოვლენა რომ შენ ღვთის დედა ხარ ეხლა ესაა ერთადერთი მართლმადიდებლური სწავლება მაგრამ აი რაზეც გეუბნებოდით ეხლა რომ კათოლიკოებმა ასე კათოლიკისთვის ეს მიუღებელია მისთვის ის პირველ ცოდვისგანაც ფაქტობრივად თავისუფალი ამიტომ უბიწოდ ჩაისახა და ამიტომ იოანე ოქროპირის ეს შეფასება კრიტიკის ობიექტად აქცია ყველაზე დიდმა კათოლიკე თეოლოგმა მათთვის ყველაზე დიდმა თომა აკვინელმა რომელსაც თავისი განხილვები აქვს ასე ვთქვათ თავის ყველაზე ცნობილ ძეგლში თეოლოგიის შეჯამება, თეოლოგიის ჯამი, ღვთისმეტყველების ჯამი, იქ ერთგან წელს ასეთ რამეს პირდაპირ სიტუაცია. მოაქვს ეს იოანე ოქროპირის ციტატა და ამბობს: ოქროპირმა გადააჭარბა. ხრიზოსტომუს ექსცესით, ამო ექსცესები როა ექსცესი გადაჭარბება, ქართულში ხო ესე თქვა, ექსცესი აი გადააჭარბა.
რომ ესე იგი ასეთი რამ თქვაო, ეს დღეს ატაცებული აქვს ჩვენთან და ამბობენ, აი თურმე წმინდა მამები შეიძლება შეცდნენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვინ? აგერ იოანე ოქროპირი შეცდა, გადააჭარბა. საიდან ვიცით რომ გადააჭარბა? აგერ თომა აქვინელი პირდაპირ წერს. თომა აქვინელი რო წერს, მართლმადიდებელი ვინმე წერს, ქართულად როთარნე ექვთიმე მიუწერა იქ რომ გადააჭარბაო. ანდა ექვთიმე ისეთი მოღვაწე იყო, ამოიღებდა, ჩაამატებდა აბსოლუტურად ტექსტს, ესე იგი ადაპტირებას უკეთებდა მკითხველისთვის. რატომ არ ამოიღო ეს ადგილი ოდნავ მაინც რომ რამე ხარვეზი შეემჩნია. პირიქით, ექვთიმესთან იქ ბერძნულში თუ ერთი გვერდი, ექვთიმესთან არის ორ გვერდამდე. გაშლილი და გაშლილი ის მართლმადიდებლური სწავლება უდიდეს სიღრმეზე პირიქით, ესა აქ ყველაზე ქვაკუთხედი, ნახეთ რას ამხელა გაბედულება გინდა. აბა დღეს თქვით ეს ვინმე. მართლა ამხელა მოძღვარი რო ხარ, ის თუ იტყვი ასეთ გაბედულებს, რომ ღვთის დედობაც კი არაა საკმარისი, თუ უფლისნებას არ იქ. თავარი არის უფლისნება შეასრულო. მაშინ ხარ ღვთის ჭეშმარიტი დედა, მაშინ ხარ ღვთის ჭეშმარიტი ძმა და ღვთის ჭეშმარიტი მეგობარი ყველა დანარჩენი. მაგრამ იმისთვის, ვინც მექანიკურ ელემენტს უშვებს ცხონებაში და კათოლიკობაში ეს ორგზისა, ერთი პურგატორიუმს რო უშვებ, ანუ განსაცმელად, ეს მთლიანად მექანიკური ამბავი, იმიტომ რომ იმ პურგატორიუმს თუ მოხვდი, იქ შენ არაფერი მოღვაწეობა არ ჭირდება. თვითონ ის ადგილი როგორც ცეცხლი, აი როგორც რკინა ჩაგდებული ცეცხლში გამოიხურვება და ძმეთში ჩაგდებული, სუსტად ასე და იმისგან გინდა თუ არ გინდა 64-ში გადახვალ აუცილებლად გარკვეული დროის შემდეგ. ეხლა ასეთი მექანიკურობა, რომ ის განწმენდელი ცეცხლი არსებობს და შენ იქ მოღვაწეობას არ ამბობენ ისინი და არც არსებობს ხორცში რო არ მყოფო მოღვაწეობა, ამის შემდეგ ის მექანიკურობა, აქაც მექანიკურობათაა დანახული, რომ ყოლა წმინდა ღვთისმშობელი ნებელობითად კი არაა წმინდა. იმ მოვლენიდან გამომდინარეა წმინდა, თუნდაც მას არ შეესრულებინა უფლისნება, მაინც ყველაზე აღმადებული იქნა. ამას მართლმადიდებლობა უარყოფს, აი ამ კითხვაზე პასუხად, რომ ის პიროვნულად უცოდველია, მაგრამ ის ნებელობითად პიროვნულად უცოდველია და არა რაღაც გარეგანი, თუნდაც ყველაზე აღმადებული მოვლენიდან გამომდინარე, როგორც იოანე ოქროპირი ამბობდა, რაც არის ღვთისდედობა. პირიქით, ღვთისდედობა ყველაზე მეტად რომ ნებელობითად პიროვნულად უცოდველი გამოჩნდა, ამიტომ განჭვრიტა უფალმა წინასწარ ის უბიძო ჭურჭლად და ამიტომ დამკვიდრდა მასში. ძალიან აღმადებით ხარში მიმართავდნენ რომის პაპს, ვიდრე სხვა ეკლესიის მმართველებს და ანუ ამით ცდილობენ ერთგვარად რომის პაპის მიმართის გამართლებას და ამაზე ვსაუბრობ მეთქოს. იბადო რომის პაპებისადმი ასე ვთქვათ მიმართვები იწყება უადრესი პერიოდიდან წმინდა ეგნატი ანტიოქიელს რომის ეკლესიისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი ეპისტოლე მას აქვს თავისი ცნობილი უშუალოდ მან რაც დაწერა 7 ეპისტოლე იმ სახით მოღწეული, დანარჩენიც მან დაწერა, მაგრამ გავრცობილი რედაქციითაა მოღწეული 13 ეპისტოლე. იმ 7 მისგანვე დაწერილი და იმ 13-იც არა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია მე-4 ეპისტოლე რომისადმი მიწენილი, სადაც იქ წერია, რომ რომელიც რომის ეკლესიას, რომელიც თავმჯდომარეობს ესე იგი რომ მორწმუნეთა კრებულს, ასე წერია. თავმჯდომარეობს, ანდა წინ მჯდომარეობს, ასე შეიძლება პროკათეტაი, ასე ტერმინია ბერტულად. ამის შემდგომ ეს ხშირად არის მიმართვები ამგვარნი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მხოლოდ რომისადმია მიმართვა, აღმატებით ეს ჯერ ზოგადად ეს ასე არ არის, უაღმატებული ეს მიმართვები გვაქვს. მე მეცაც გეტყვით, ეს არის ეტიკეტი. წვალებელსაც კი აი ნესტორისა და კირილი ალექსანდრიელის პაიქრობა ნახეთ, ვიდრე ეს ნესტორი ბოლომდე გაუგუმართებოდა და უკვე ვეღარ ხედავის რომ გამოსწორდება და მე უკვე მკვეთრი ნაბიჯებით, მაგრამ სანამ ეს მოხდება, 5 ტომა დაწერა 5 წიგნი და თავისი ცნობილი ნესტორის წინააღმდეგ, როგორ მიმართავს, აბა ნახეთ. თეიოტატე უწადო უსახთოესო, ჰაგიოტატე უწმინდესო და ეუბნება აი შენ რაც შეგიცნია ისმინდა გამოთქვა და ხომ არ მეპარება ეჭვი რომ ასე ვიღაცებმა თქვეს რომ ასე ამბობდა, მაგრამ ეპითეტი როგორია? მე არ ვიცი თეიოტატე ამაზე უსახთოეს რო უწოდებ, კაი დაუშვე ამაზე მეტი რა უწოდოთ რომ ისპავს, ამაზე მეტი ეპითეტი რომელია? ბუნებითი ღმერთიო თუ იტყვით, თორე მე ამის უსახთოესზე მეტი ეპითეტი მე არ გამიგია დღემდე. და უწმინდესი იქნება თუ ჰაგიოტატე, უნეტარესი, ხო? მაკარიოტატე, ყველანაირებით თან უწოდებს წვალებელს. მაგრამ უწოდებს პიროვნებას კი არა, კონსტანტინოპოლისა, დიახ კონსტანტინოპოლის მოსახლეს, ანუ ეპისკოპოს. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ხდება ნესტორი 428 წელს. ამის და ჯერ კიდევ ერთ ეკლესიობაა, ანუ ერთბარძიმობა, ის ჯერ განკვეთილი კი არ არის. იმ პატივის მიმართა ეს
ჩვენს პატრიარქი რა ეწოდება? უწმინდესი და უნეტარესი არ ეწოდება? ეს პიროვნების უწმინდესობა, მაშინ პირდაპირ ცოცხლად უნდა ვეთაყვანოთ და როგორც ხარ, ეს არის იმ კათოლიკოს პატრიარქობის ასეთი ღირსება და ასეთი ღირსება რო გმოსიეს, რამდენი გძალვი და შიშზე იყო ლაბარაკი, უნდა რომ ამიტომ რთული ამ სიწმინდის ყველაზე დიდი სირთულეა ჩვენ რა თქმა უნდა ეს დავიწყებული სახელი ქრისტიანი როგორც წმინდა გრიგოლოს ქრისტიანი მეუფეს ნიშნავდა მეუფის ტიტული ატარებდა ეს შეურაცხყოფა მონა იყო ვნებებისა რაოდენ აუკუღმართებდა რაოდენ კრეხებლობაში ჯობია საერთოდ არ კონდეს ეს სახელი ამბობს ის შესაბამისად ეს იმ პატივის იმ ტიტულის იმ ღირსებისა ამას ვამბობდა ეს მიმართვანი ჩვენ ტიტულში გვაქვს აგერ მე არ ვიცი მე აქვს რომის პაპს აქვს თუ არა არც ვიცი ახლა ეს ტიტული რა ტიტულებით არ არის დახუნძლული მაგრამ ამავე დროს ის სწორია ზოგჯერ გამოკვეთილად მათდამი უფრო ხშირია მიმართვა და რატომ ამას არავინ არ უარყოფს რომ რომი იურისდიქციულად წარმმართველობითად მართველობით ვინმე მმართველობითი ცენტრი თუ არა ყველაფერი თვითდინება რაღა უპირატესობის გამო კი არა პირიქით ის ვალდებულება მსახურება ის ემსახურება რომ ის ვინც აწესრიგებს ვითარებას მათ ემსახურება მათი მსახურია ესე იგი რომ ერთთლიანობა იყოს ყოფითი იურისდიქციული ესე იგი კანონ მმართველობითი წესითაც კი ეს რომ ასე არ იყოს რომის მერე რატო ეწოდა მეორე რომი კონსტანტინოპოლის პატრიარქი დღეს არ ეწოდება მსოფლიო პატრიარქი რა ვქნათ ამის გამო ვთქვათ რომ მსოფლიო პატრიარქი რახან ეწოდება ესე იგი ყველაზე უპირატესია სულიერად აქ სულიერ მხარეზე ხო არა მსოფლიო ეკლესიას ვიღაც უნდა ყავდეს მომწესრიგებელი და პირიქით მსახური ყველასი ის ყველა სახურია ღირსებით მახლა-მდგომობას პიროვნება თავისი ღვაწლი გამოაჩენს ჩვენ პაპები და მათ შორის პატრიარქები ძალიან ბევრი ვიცით ერეტიკოსები აგერ ნესტორი აგერ ვახსენეთ ხო მონოთელიტები მთელი წყება იყო მათ შორის პიროსი კონსტანტინოპოლი რომელსაც მაქსიმე აღსარებელი მაქსიმე ბერი აგერ უბრალო ყოფითი გაგებით უბრალო რომელია უდიდესი და შედაცხილი ეს ბერი თუ ის პატრიარქობა კი არ გახდის ადამიანს წმინდას იმ პატრიარქობას რომ ღირსეულად აღასრულებ ამ უდიდეს ღვაწლს და ვალდებულებას მაშინ გახდები სათნო ღვთისა და ასე შემთხვევაში რომის პაპს მიმართავდნენ როგორც იურისდიქციულად ვალდებულს რომ რომის პაპის ეს ვალდებულება ადრევია შესამჩნევი კლიმენტე რომაელმა როცა 95 წელს ეპისტოლე გაუგზავნა კორინთოს ეკლესიას ესეც გამოყენებული აქვს მე აი ნახეთო ესე რომის პაპს ეს ვალდებულება ჰქონდა ეპისტოლე წაიკითხე და ნახე აბა იქ რა წერია ეს ძალიან უხეშად ფაქტობრივად უჩოქებს კიდეც იმათ ოღონდ მოიქეცით მამაშვილურად ძმური სიყვარულით არიგებს რომ რაც თქვენ ჩაიდინებდა და საშინელება ჩაიდინეს იქ კორინთოში გამოყარეს კანონიკურად დადგინებული სამღვდელონი და თვითონ დაადგინეს ასე დაადეს ხელი და დაადგინეს და ერისკაცებისგან წარმოიდგინა ეს განუმარტავს რომ მე შეუძლია არავითარი ძალმოსილება მათ არ აქვს უფლისგან მომდინარე კურთხევის ქვეშ არ არიან არავითარი სამღვდელო კურთხევა მათ არ აქვს და ამას უხსნის და უდიდესი ოდნავადაც არის გრძნობა იქ იმპერატიულობა ბრძანებითო აი მე ზევით ვარ და აბა გიბრძანებ კორინთო და შენ ასე გააკეთე ყველაზე უფრო მაშინ უნდა გამოჩენილიყო იმიტომ კლიმენტი რომელი გახდათ პეტრე მოციქულის პირდაპირი მოწაფე მან აკურთხა რომის პაპა თუმცა გვიან განახორციელა მან თავის მოღვაწეობაში ეს 92 წლიდან რომის პაპა მაგრამ სწორედ მას უნდა გამოიყო ამაზე მეტი რა გინდა მოციქულისგან ხარ ნაკურთხი თუ პაპობა შენ ამ პარტნე იმას გაძლევს იმპერატიულობას ბრძანებითობას სწორედ იმ ეპისტოლეში გამოვლინდებოდა რომ დაგმობდა რაღაცა რომ პირიქით უდიდესი მოგზალებით ანგარიშ გაწევით უკეთურთადმი თან ისინი არიან აბსოლუტურად მოსაკვეთნი ასეთი მოქმედება რომ ჩაიდინეს ასე რომ ეს სხვა მიმართვა შესრულება იმისა რომ რუსეთი არ ცდილობს დღეს რომ ასე მომწესრიგებელი იყოს სწორედ ერთი რომ არა აქეთ საბერძნეთი ცალკეც აქეთ რუსეთი ამას მოაქვს არევდარევა ფაქტობრივად დღეს ნომინალურად აქვს საბერძნეთის ეკლესიის იმას მსოფლიო პატრიარქი არაფერი მსოფლიო პატრიარქობის ნიშანთვისება მას არ აქვს და მით უმეტეს ახლა არ მინდა პიროვნებებზე ვისაუბრო მათ თავიანთი გაუკუღმართება ასე რომ ეს არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ესე იგი მიმართვითი ფორმა ესაა ეტიკეტი და მე კიდევ ერთხელ ამბობ ისეთი უაღმატებულესი ეპითეტები შემილია მთელი წყება მოვიტანო მათ შორის ერეტიკოსების ამის კი შემდეგში იმ მომენტში რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ განკვეთილნი მიმართვის ფორმებში ესაა იმ პატივის დაფასება რომელიც მას უყურია ამ შემთხვევაში კათოლიკოსობის, პაპობის, ეპისკოპოსობის და ყველა მათგანი არის მღვდელი და მღვდლობის სიწმინდის დაფასება და აი თქვენ ვიტყობთ იყო ადამიანური ბუნება ანუ ჩვენც ვიცით რომ ეს შიოდა სკოლა და იოდა და მიიღო რომ ხსნადო
ბიოლოგიურ ხწნადობა აქ წმინდა ერთ წუთი დიახ ეხლა მოგახსენებთ წმინდა ივან დამასკელის გარდამოცემაში არის შესაბამისი თავი ხწნადობისა და გახწნადობის შესახებ. ანუ ხწნადობას აქვს ორი გაგება. ერთი პირდაპირი გაგება, ანუ ფიზიკური, სხეულებრივი და მეორე სულიერი გაგება. გაიხსნა მთელი ქვეყანა. ფსალმუნის სიტყვებია, მოტა ისა წმინდა წელი სიტყვებია, იგულისხმება სულიერ, აი როგორ დღესაც შეგვიძლია თქვა, მთელი ქვეყანა გაიხსნა სულიერ. არანაირი ზნეობრივი სულიერი ხსნადობა, რა თქმა უნდა, მაცხოვარს არ მიუღია. რაც შეეხება სხეულებრივ ბიოლოგიურ ხსნადობას, ესაა ქვაკუთხედი მართლმადიდებლობის მოძღვრებისა, რომ ვიდრე აღდგომამდე მაცხოვრის კაცება ზედმიწევნით ისევე იყო ფიზიკურად, ბიოლოგიურად ხსნადი, როგორც ყველა ჩვენგანი სხეულია. მე ამაზე გამოქვეყნებული მაქვს ვრცელი წყაროწოდნეობითი პუბლიკაცია ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ დოგმატურ სახელმძღვანელოში იყო ერთ-ერთისგან, ეს არის რომ ის თავისუფალი იყო მემკვიდრეობითი ხსნადობისგან, ანუ ბიოლოგიური. ესაა როგორც წმინდა ევტიქიოს კონსტანტინოპოლელი ამბობს მე-6 ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამხსნელი მოძღვრება, იმიტომ რა ბიოლოგიური ხსნადობა. თუ ბიოლოგიური ხსნადობა არ გაქვს, არც მოკვდაობა არ გაქვს, არც საზრდოს საჭიროებლობა არ გაქვს, არც ძილი არ გაქვს, არც სიკვდილის შესაძლებლობა. უხსნელი სხეული არ მოიწყლვება, არ იჭრება. ის არ შეიძლება განიგმიროს, მას არ შეიძლება სისხლი და წყალი გადამოდინეს, იმიტომ რომ უხსნელობა ამას აბსოლუტურად გამორიცხავს და სოდვამდე ადამიანს არც ჰქონდა ეს და არც აღდგომის შემდგომ მაცხოვრის კაცებას გავსი არაფერი არ აქვს, მაგრამ ვიდრე აღდგომამდე ვინაიდან სხეული იზრდება და მხოლოდ ბიოლოგიურად ხსნადობა ნიშნავს უჯრედების გარკვეული თუ ბიოლოგიურად რაღაც უჯრედების სიკვდილს, რაღაც უჯრედების ხელახლა შექმნას, საზრდოს საჭიროებლობას მართალია უფალის ყოველთვის ნება უსწრებს და ამ ყველაფერს, ანუ უფალმა ინება და მოშივდა, ინება და მოწყურდა, ინება და მაგრამ ინება და ჭეშმარიტად მოსვა. ანუ აი ეს ბუნებითი თვისებები აბსოლუტური ჭეშმარიტებით ქონდა და ყველა ეს ბუნებითი თვისება დამადასტურებელია ერთადერთი რამისა, მისი ბიოლოგიური ხსნადობისა. ამას უარყოფდა მონოფიზიტების ის განშტოება, რომელსაც ეწოდებოდა ივლიანიტები და გაიანიტები, იმიტომ რომ მეწინა მერესი აქ იყო ივლიანი, ხალიკარნასელი და გაიანე მისი ესე მოწაფე იყო. ჩვენამდე მოღწეული ერთი უძვირფასესი ძეგლი ივლიანიტისა და მართლმადიდებლის პაექრობა. აქ ივლიანიტი ეუბნება მართლმადიდებლებს. აღდგომის შემდგომ როგორ თვლი მაცხოვრის სხეულს. მართლმადიდებელი მიუღა აღდგომის შემდეგ ჭეშმარიტად უხსნელია ის ყველა თავისი თვისებით. აღარც უკვდავია, აღარც მოკვდავია, აღარც საზრდო საჭიროებელი და რა თქმა უნდა ჭეშმარიტად. მაგრამ თუ აღდგომის შემდგომ უხსნელად თვლი, განა მეტი ღირსება არ იქნება, რატომ არ თვლი ამ სხეულს უხსნელად, მე ბიოლოგიური გაგებით უხსნელად ვამბობ, ჩასახვისთანავე და შობისთანავე. მართლმადიდებელი მიუგებს დაგეთანხმებოდი, მაგრამ ამას არ მანებებს წმინდა სახარება. იმიტომ რომ თუ უხსნელი იყო ის ჯერთი არ შობილა, ჩაულე, იმიტომ უხსნელი სხეული არც იბადება, არც იზრდება, უხსნელება სწორედ ეს მდგომარეობა. მას არ შეიძლება მოშივდეს, მოწყურდეს, ძილი ქონდეს ჭეშმარიტად. მაშინ ეს ყველაფერი ზმანებითია და მონოფიზი, აი დოკეტიზმი რო ვახსენებ. დოკეტისტები იგივე ამას ეწოდება ასე, აფთარტო დოკეტები, ანუ უხსნად მზმანებლები, მე ასე ვთარგმნი ქართულად. აფთარტოს არის უხსნელი ბერძნულად, ფთარსის არის ხსნადობა. აფთარტო დოკეტები მზმანებლები, ანუ რომელსაც ეზმანება თუ მაცხოვრის კაცება იყო უხსნელი. აი ეს აფთარტო დოკეტური სექტა მიიჩნევდა რომ მაცხოვარმა მოჩვენებითად მიიღო კაცება, მოჩვენებითად ჭამა, მოჩვენებითად ჯვარცეცვა, ეს არავითარი ტკივილი არ განუცდია, იმიტომ რომ მოჩვენებითობა იყო საერთოდ მისი კაცობრიობი ბუნება. ესაა მონოფიზიტობაში განვითარებული და როდესაც ესე იგი იქაც იგრძნეს რომ ეს საერთოდ განკაცების გაუქმებაა, მაშინ აბა ჩემში რა გამოისყიდა? უხსნელი მე ხწნას ვერ გამომისყიდის. შენ რა გამოისყიდა ჩემში? ბოლოს ნაწილობრივ მაგალითად სევერიანელთა სექტამ, სევეროს ანტიოქიელი გახლავთ, მონოფიზიტების ერთ-ერთი განშტოება მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში ანტიოქიის პატრიარქიც იყო. აი მან შემოიტანა თავის მოძღვრებაში ნაწილობრივ მიუახლოვდა მართლმადიდებლობას, ქართულადაცაა სხვათა შორის. თან მისი ეს შრომა ერთადერთი ამ მონოფიზიტაგან დადებითი კუთხით ამ შემთხვევაში ეს ციტატა ამოღებული, სადაც ის კაფეოთ ამბობს, რომ ჩვენ დანარჩენთაგან განსხვავებით, ანუ სხვა მონოფიზიტიდან განსხვავებით, ვაღიარებთ, რომ მას ჭეშმარიტად ჰქონდა ხსნადობა ისე როგორც მოკვდაობა და სხვა. აი ეს გახლავთ ამაზე ერთადერთი და ის რაც შეეხება იმ სტატიას, რაც გითხარით, ასეთი ჟურნალი გამოდიოდა ინტერნეტშიცაა სხვათა შორის გზასამე უფრო იმის მე-4 ნომერში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკლებლივ ყველა წყარო, ძველი ქართული, ბერძნული, ახალქართული, სლავური ამ საკითხთან დაკავშირებით. გაიხარეთ და ეს შეკითხვები არ დამიკარგოთ გეხვეწებით და მართლა ბუდიზმის დიხით ვისაც ჩემ ბრალი რო არ ახედავთ
მე თქვენ მეწოდებით თორე კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ნამდვილად არ დავიღლები მაგრამ არ შეიძლება ასე